წინაღები თუ არ გამოვიდა. მეგეც ძალიან უშლის ხელს, აი ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს, გავიგერო ესეთი ინფორმაცია, რომ ცოტა აი დიაბეტიანებზეც მოქმედებს ძალიან მაგრად. ხო და რავი, ურთულესი პროცესია ჩემი აზრით და უნდა იყოს დაფასებული ეს ხამზე მუშაობა. ყველანაირად აბსოლუტურად. ფასის მხრივაც საყურადღებოა ყველაფერი გასათვალისწინებელია. ანუ ესეთი საუბრებიც მესმის, რომ ეხა ფასმა რომ მოიმატა, ლაპარაკობდნენ, რომ აი წინა წლებში $14 იყო და ეხლა ფასი მაღალია და ზოგ მეფუტკრეს არ მოსწონს. კი ბატონო, შარშან $14 იყო იმის წინათაც, მაგრამ ყველაფერი იმატებს, როგორც აი საწვავიდან დაწყებული მისვლა-მოსვლა, ესეც ხო ხარჯია, ყველაფერი ხარჯებზეა დაკავშირებული და ნუ რა ვიცი, შესაბამისი ფასი უნდა იყოს, ისეთი შრომატევადია და სტაბილური ფასი უნდა იყოს, რომელიც მე მგონი ჯერჯერობით არ გვაქვს და ეს უნდა დასტაბილურდეს აუცილებლად. მეტი სხვა დანარჩენი, რა ვიცი, ხა ყველამ ვიცით, ფუტკარს ეს მაინც და მაინც არ აზიანებს, მაქსიმუმ შეიძლება აი ესეთი წვიმიანი სეზონის დროს თაფლზე ცოტა თაფლის რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ ძლიერი ღალის პერიოდში 10-15 დღიანი ინტერვალის შემთხვევაში თითქმის ფუტკარზე საერთოდ არ აისახება და აი დამატებითი შემოსავალია ძალიან კარგი, რავი, ყველაზე კარგი შემოსავალი ფუტკარს რაც აქვს, მე მგონი შხამის აღება არის და არ უნდა დავკარგოთ ეს შესაძლებლობა და ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ამ საქმეს, როგორც სახელმწიფოსთვის იქნება ეს შემოსავლიანი, ასევე იქნება მეფუტკრისთვის და არ მიმაჩნია ეს სიტუაცია დაალაგებულად და მოხარული ვიქნები, რომ ეს სიტუაცია დაალაგდებოდეს, რა ვიცი, ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება და მეფუტკრისთვისაც რა, ეს უფრო სახელმწიფო დონეზე რომ იყოს ჩამოყალიბებული, ნამდვილად მისასალმებელი იქნება ჩემი აზრით. კი ბატონო, მე აბსოლუტურად გეთანხმები, გია. ნუ ზოგადად სხვადასხვა თემები არის, ასე რომ ვთქვა და ახლა მე შენს იმას ჩავიწერ, ასე რომ ვთქვა, ნუ პირველი რომ შხამის ფასის სტაბილური უნდა იქნეს, უნდა ეს აუცილებელია. იმიტომ რომ სტაბილურობა აჩენს, ასე რომ ვთქვა, გვაძლევს საშუალებას, რომ პროგნოზირება გავაკეთოთ ამა თუ იმ, ასე რომ ვთქვა, საქმეების და ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანს თავის აი სიმყარეს გრძნობს, ასე რომ ვთქვა, იმიტომ რომ იცის, რომ ეს სტაბილური შემოსავალი მას ელოდება, აი ამ კუთხიდან გამომდინარე. მე გეთანხმები აბსოლუტურად მაგაში. ჩვენი ლაივის თემას ბატონი გიორგი ნადირაშვილი ესწრება დაინდროთ ჩვენს ლაივს. და იმ დროს ამ თემაზე ქონდა წამოწევების სიტყვი, ანუ საუბარი, რომ რა ფასი იქნება სტაბილური, რომელიც მისაღები იქნება მეფუტკრეებისათვის და რომელიც მისაღმელი იქნება იმ შუამავლებისათვის თუ კომპანიებისათვის, რომლებიც ამ შხამის გაყიდვას აწარმოებენ. საბოლოო პროდუქტი რა შეიქმნას, ასე რომ ვთქვა, მე რო გაყიდო. მე აბსოლუტურად გეთანხმები ამ იმაში, ამ თემაზე გვექნება დღეს საუბარი. მაგრამ მანამდე რა მინდა იცით, აი რომ დავასუსტო რაღაცები. შხამის აღება უშლის თუ არა ხელს სხვა პროდუქტის მიღებას. ასე რომ ვთქვა. ნუ გარკვეულწილად ახლა მე ჩემ პირად გამოცდილებას ვიტყვი, შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ, ან რა ვიცი, შეიძლება თქვენს აზრი გქონდეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ასე რომ ვთქვათ, ეს ის არის, რომ იგი გარკვეულწილად შხამის აღება მართლა მოქმედებს, ასე რომ ვთქვათ, ღალიანობაზე, ანუ მოსავლის თაფლის მოსავლის შემოტანაზე, ასე რომ ვთქვათ, და გარკვეულწილად დაახლოებით 1-2 დღე მაინც ფუტკარს აჩერებს, ასე რომ ვთქვათ. ანუ ამ ორ დღეში შეიძლება ეს 2 დღე გადამწყვეტიც იქნეს მეფუტკრისათვის, ანუ ღალიანობა მიმდინარეობდეს, ან რაღაცა მიმდინარეობს ისეთ პერიოდში, თუნდაც აკაციის ყვავილის რო არის და შესაბამისად მერე უკვე ვერ მოვასწროთ, ასე რომ ვთქვათ, ანუ შეიძლება დღიურად მაგალითად 8 კილო, 10 კილო შემოდის ნექტარი სკაში და ამ დროს ფუტკარი დაიშრეს შხამიდან გამომდინარე და შესაბამისად უკვე გაცდეს, ასე რომ ვთქვათ, ფუტკარი აი ამ იმას ნექტრის მოსავლიან დღეებს. კი, ეს არის, ასე რომ ვთქვათ, მოსალოდნელის რისკიც. კი, მერიან ერთ წუთს მოგცემ სიტყვასაც აუცილებლად.
აი რამოდენიმე და ხო. მიდემედიან. ანუ ჩემი დაკვირვების შედეგად მე რასაც ვხედავ, გეთანხმებით ბატონო ალეკო, 2-3 დღის განმავლობაში ფუტკარი არის ძალიან გაღიზიანებული და ასევე დედა ფუტკარიც ჩერდება, კვერცხდებაც 1-2 დღე ჩერდება. ეს მე შევნიშნე და აი როცა უამინდობა არის და ანუ 1-2 დღე რომ უნდა გამოვიჭიროს ფუტკარმა თაფლი რომ მოიტანოს, მაშინ ის 2-3 დღე ეკარგება და კიდევ რას ვაკვირდები, ანუ სკაში ყველაზე მეტი შხამი აქვს ძველ ფუტკარს რა და აი ამ კასეტებზე მუშაობის შემდეგ ის ძველი ფუტკარი რაც არის, რომელიც ანუ ერთ კვირას გაძლევს მაქსიმუმ, ის შეიძლება იქვე მოკვდეს რა ან მეორე დღეს რა ის მასა აუცილებლად დაცვივდება რა ეს რეალობა არის. აუცილებლად დაცვივდება ის მასა და 2-3 დღის განმავლობაში ფუტკარი ისეთი გაღიზიანებული, აი დედა დაკარგული ოჯახი როგორც დაფრინავს, ეგრე დაფრინავს, გამოვა ფუტკარისკიდან, წრეს ურტყამს სკას და ანუ გაღიზიანებულია რა, ვერ მშვიდდება, დაჟე მისაფრენთან რო გაივლი, მთელი გუნდი მოგზდევს ფუტკრის და კი ბატონო, რა თქმა უნდა, მოქმედებს. აი ღალიანობას რაც შეეხება, მე ღალიანობაზე არ ვიღებ შხამს. იმიტომ რომ ერთი გვიანობამდე ვერ დავიწყებთ, რადგან თაფლის გადამუშავებას დრო უნდა და სარკეზე შეიძლება თაფლი დაგვისხას. აი ცოტა ჟარგონს გამოვიყენებ, ათხოდი რასაც ქვია, ის ნარჩენი ცოტა მეტი გამოდის რა. და ზოგჯერ 10 გრამიც მქონია, აი გამოუცდელი რო ვიყავი ამ საქმეში, მთელი თაფლი და ყველაფერი იქ იყო გადატანილი რა. სადღაც პირველი 2 საათის მერე ვიწყებდი, მაგრამ ღალიანობაში შხამის აღება არ მიმაჩნია სწორად რა, ეს ძალიან უშლის ხელს. ასევე შხამის ჩაბარებას კიდევ რაც შეეხება, ესეთ რაღაცას დავამატებდი, რომ ანუ ყველა შხამი, რაცაც ჩვენ ვაბარებთ, ასე რომ ვთქვათ, ერთ ქვაბში იხარშება რა. ანუ ჩაბარება უნდა იყოს მელიტინის რაოდენობის მიხედვით. არის შხამი, რომელსაც აქვს დაბალი მელიტინი, არის რომელსაც აქვს მაღალი მელიტინი. ეხლა მე ამ საქმეში ასე თუ ისე ჩახედული ვარ თან უცხოეთშიც დაუკავშირდი მეფუტკრეებს და იქ მელიტინის მიხედვით აბარებენ შხამს. მელიტინი განსაზღვრავს შხამის ხარისხს და ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მეტი რა ვიცი, სხვა დანარჩენი რა შემიძლია დავამატო. მოვინიშნე ეს თემები, ახლა მე რო ვთქვა ასე შტაბს სტაბილურობა, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს, ღალიანობა, ასე რომ ვთქვა და შხამის, ანუ ჩაბარების შემთხვევაში მე გეთანხმები, რომ ჩვენი შხამი ბოლოს უკვე ერთიანდება ყველა და შესაბამისად, ეს უკვე მწარმოებლის ხელში. ანუ კომპანიის ხელში, რომელიც ამ შხამს ანუ საბოლოოდ დააფასოებს. შესაბამისად მათ ართმევს ტენიანობას, ართმევს ზედმეტ მინარევებს, ასე რომ ვთქვა და საბოლოო სახით შეიძლება არ იყოს ეს საბოლოო სახე, მაგრამ მაინც აწვის უკვე ბაზარს, კი ბატონო. მირიან, თქვენ გინდოდათ რაღაცის თქვა და აბა გისმენთ. დიახ. ესე იგი, ახლა ვახსენეთ ჩვენ რა ის აქვს სარგებელი და რა უარყოფითი და რა დადებითი მხარეები. 8 წელი ამ საქმეში ვარ და 8 წლის გარდა ერთი სუნცირე 25 და 15 ადამიანთან მაქვს იმისთან ახალთან, ვინები ძველად იღებდნენ, ეხლაც იღებენ და აქვთ დიდი გამოცდილება და მათი შევადარებები შევიტანეთ ჩემს საქმიანობაში, ჩემს კასეტებში, ჩემს აპარატში და ასევე აღების მეთოდში. ეხლა რო ვაკვირდები, ზოგიერთი ამბობს, რომ იტრესდება, კი, მართალია, ფუტკარი იტრესება, ანუ სტრესი აქვს და გააჩნია ვინ როგორი მეთოდით და პარამეტრებით ამუშავებს აპარატს, რომელ მხარეში, აღმოსავლეთში იქნება ეს თუ დასავლეთში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რა, ტენიანში იქნება თუ არატენიანში. მე შემიძლია ზუსტად დავასახელო ის ციფრები და მოვიყვანო მაგალითები და ის ხალხი ჩავრთო და ვალაპარაკო, როდესაც იყო შხამის აღება ღალიანობის დროს, როცა დიდია ღალიანობა, როგორი ცუდი და უარყოფითი შედეგი მოაქვს ამას ვისვრება თაფლით შუშები და არის ძალიან ცუდი და 2 კილო ნახევარზე და 3 კილოზე ზევით აღარ უნდა მოხდეს შხამის აღება. მე ისვრება ღამე რაც არ უნდა გვიან დაიწყო, მაინც ისვრება, იმიტომ რომ ახალი თაფლი რო აქვს შემოტანილი და ფუტკარს ფეხით გადადის, გადააქვს და ისვრება ეს შუშები. როცა ვიხმარეთ ჩვენ ლატექსით ვცადეთ და გავაკეთეთ ლატექსი, მაგრამ ძალიან კაია, ძალიან მაგარია, უმაღლესი ხარისხის შხამი ავიღეთ ლატექსით, მაგრამ
ძალიან რთულია იმდენად რომ აქ მაგის გაკეთებას და სხვათა შორის ნაკლები სამოდის. თითქმის 0.3-0.4 გრამი იკარგება ერთ კასეტაზე. ვიდრე თუ შემილია ავიღო 1 გრამი, გამოდის 0.6-0.5 მეორე კასეტაზე, რომელიც ლატექსის გარეშე ვამუშავე და ავიღე, იქ გამოვიდა მეტი, ლატექსით ვამუშავე, გამოვიდა ნაკლები, მაგრამ ხარისხი გამოდევი იდეალური, თეთრი, მშრალი, დაუბინძურებული. აი ვერ აღწერ ისეთი კარგი და მაღალი დონის არის, მაგრამ არის ძალიან შრომატევადი ეს და დამკარგველი შრამისაც. ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც მე სახელგვარებით შემილია დავასახელო ავთოგაბერლაშვილი ოზურგეთში, ჩემხარეში, თონეთში და იმაში მანგლისში, ასევე დუშეთში და კახეთში ერთ 6-7 ადგილზე მაქვს დატესტილი, რომ ღალა იყო, მოდიოდა მეორე დღეს, როცა ვიმუშავეთ, ავიღეთ შრამი, იმ ფუტკარმა გიჟივით დადიოდა დღე და ღამე და ვიდეო მაქვს გადაღებული და ეს ადრე წლების ვიდეო მაქვს და ეხლა ზუსტად რომელი წლების მაქვს ეგეც შემილია მოვიზიო და განახოთ ვისაც გაინტერესებს თუ მეორე დღეს შამაღებული ფუტკრიდან როგორ აი თვითონ ის კაცი იღებდა შხამს და მაინტერესებს მეორე დღეს როგორ მოვიდა რამდენს მოიტანსაო და რა მდგომარეობაში იქნება ფუტკარიო მეც ძალიან მაინტერესებდა ის კაცი თანახმა იყო რომ აგვიღო შხამი და მეორე დღეს იდეალურად იმუშავა ფუტკარმა მოიტანა თაფლი იმიტომ რომ წინა დღეებში გართული იყო და აბაროტი ქონდა ფუტკარს აღებული რომ თაფლი მოეტანა და ეს რომ მივდივარ და ვეკარები მე 9 საათის სინამდვილეში მივდივარ 15 წუთი 15 წუთი როგორ უნდა გააგიჟო და გადარიო ფუტკარი ისე რა პარამეტრები უნდა იხმარო რა რამდენზე რაცა ნორმატიული უშემოზე გისმენგია ჩაერთი არა პრობლემა თაფლის აღებაც ხომ სტრესია ელემენტარული ფუტკარზე აი დაკაკუნება სახურავის ახდა ყველაფერი სტრესია კი ბატონო კი ეგრეა მაგრამ ნახე აქ როცა გამბულია და დიდი იმითი როგორ გითხრა მათ სიმშვიდეა უკვე ფუტკარში შენარჩუნებული როცა უკვე ის ღალა მოაქვს ფუტკარი ამ დროს დამშვიდებულია და როცა ღალა არ არის და წვიმები დაემთხვა ეხლა მეც რო ვიყავი შხამი არ ხოდა და რომ მივეკარეთ სკარფს და მოუხადეთ და შევეხეთ ფუტკარი აგრესიული იყო შიშველზე გვიკვინდა იმიტომ რომ ფუტკარი იყო გაღიზიანებული უნდა მუშაობა და გადის ბუნებაში არაფერია გადის და თავისუფლად არის და უკვე როში ვერ შემოაქვს ცოტა მარაგის ნაკლები ქონდა და გაღიზიანებულია ფუტკარი იტრესება რა თქმა უნდა შხამის აღების დროს რაც არ უნდა იდეალურად იმუშაო იტრესება მაგრამ როცა ღალა და ყვავილის ტვირის მოტანა არის ისეთი აბაროტით მოაქვს რომ ვიდეოები მაქვს გადაღებული და აი მეორე დღეს მოდი დისკუსიასავით გავაკეთოთ ერთ კითხვას დაგისმევ კარგი აი მესმის ახლა ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა თავისი დაკვირვებების შედეგად ლაპარაკობს მაგრამ აი მაგალითად ფუტკარ საბოლებელს რო ვუბოლებ ჩვენ ანუ მაშინ მე როგორც ვიცი ესე წამიკითხავს და მისწავლია რომ ფუტკარს სკის დატოვების შიში ანუ ეგეთი განცდა აქვს შიში აქვს და თავს იღებს ამ დროს და ანუ მაგიტო ვერ კპენს ადამიანს ხო ეგრეა აი შხამის აღების დროსაც იგივენაირად ხდება ფუტკარი თავს იღებს და ფიქრობს რომ მას მოუწევს სკის დატოვება და იგივენაირად ეს თავზე მოქმედებს გარკვეულწილად ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია რავი მე ასე მგონია აი უარყოფით რომ შენ ამბობ მირიან რომ ასტიმულირებს გამიგე შეიძლება ეს სახად ეგრე იყოს ბეფუტრები ამბობენ პირდაპირ გეუბნები ბეფუტრები ამბობენ არ არის პრობლემა ყველას თავისი აზრი აქვს ანუ შენ გონია რომ ეგრე ანუ ასტიმულირებს და აი იმის განცდა უსწრება ფუტკარს რომ აი სკის დატოვების შეგრძნება და ცდილობს მეტი მარაგი შეავსოს მაგრამ ის დამშვიდება ის სკის მოხდა იქ ტემპერატურის დაკარგვა ეს ყველაფერი თაფლით უნდა აინაზღაუროს ისევე ფუტკარმა გამიგე ის სითბო რომელიც შექმნილია ხო იკარგება სითბო აი ღამეში სიცივეში რომ მუშაობ ეს ყველაფერი თაფლის ხარჯზე ხომ უნდა ანაზღაურდეს 100%-იანი ხარ გაზაფხულზე შემოდგომაზე სითბო იკარგება მაგრამ ამ შემთხვევაში როცა კასეტა ირთვება თავის სითბოს გამოყოფს და ზევიდან საფარტიროსაც ვადებ კასეტას და ვადებ ბალიში რომ სითბო მაქსიმალურად შეინარჩუნოს და რომელსაც ასე აღწევით ის ფუტკარი მალე ჩადის სკაში მაგაში გეთანხმები 100%-ით კი ბატონო აი როდესაც სკას თავს ფუტკარი აი შვებით ამოისუნთქებს სიმხელა სიმხურვალეა და ეს რო ამოდის და გრილდება აი შვება ეძლევა ფუტკარს რო იტყვიან რა შედის ფუტკარი უკვე შიგნი საფრენებიდან შიგნი რო გამოსულია და ჩამოკიდებული ერთ რაღაცაზე მოდი ჩამოყალიბდეთ ახლა რახან ჩვენ ამაზე ვშაუბრობთ პირველი ანუ შხამის აღების ტექნოლოგიაზე რახან წავიდა საუბარი და სხვადასხვა თემები გასახა მე მონიშნული მაქვს შხამის ფასის სტაბილურობა შხამის აღების ტექნოლოგია სხვადასხვა საინტერესო იყო ლატექსთან დაკავშირებით მირიანის აზრი
თუმცა აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ მეცადი ასე რომ ვთქვათ, ლატექსის ანუ შემოხვევა მინაზე და ჯერ ერთი უზარმაზარი დრო წაიღო. და მეორე კიდევ არ იყო ის რაოდენობა, რაც ის იყო, ანუ შხამის რაღაცა დიდი რაოდენობა, ასევე დაიკარგა იმაზე, თვითონ თავად ლატექსზე, ასე რომ ვთქვათ. ესეც არის. ნუ არ ვიცი, ალბათ ამეთანხმებ, მაგრამ ჩემ პრაქტიკაში ეს ნახე და მე მაგისკენ ასე რომ ვთქვათ, არც გამიხედია. კი ბატონო, შეიძლება რაღაცა ტექნოლოგიურად დავარღვიე. ახლა მეორე, შხამის აღების ტექნოლოგიაზე ვსაუბრობთ ჩვენ. კეთახმებით იმაში, რომ ესე იგი შხამი თუ შემოდის 2-3 კილოგრამზე მეტი, ანუ ხალიანობა როცა არის ბუნებაში, მაშინ მიზანშეწონილად ართვლით, რომ შხამის მიღება მოხდეს, აღება ასე რომ ვთქვათ, არა? მოგროვება. ანუ თუ შემოდის 4-6 კილოგრამი და აქტიური ხალა არის, უკვე დაარსებობს რისკი იმისა, რომ ეს მინები, რომელზეც ხდება, ანუ კოლექტორის მინებზე, რომელზეც ხდება შხამის დაგროვება, დანთხევა პუტრის მიერ, ასე რომ დანთხევა არა, ასე რომ ვთქვათ, დანესტვის იგი ცდელობა, შესაბამისად გროვდება შხამი. ხო არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, ან იმპულსები, ანუ ყველა ვიცით ახლა რომ იქ გადის, ასე რომ ვთქვათ, დენი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც აქვს თავისი სიმძლავრე, თავისი სიხშირე, თავისი, ასე რომ ვთქვათ, ძაბვა და ასე შემდეგ. ხო არ არის ისეთი დიაპაზონი, რომელიც მაგალითად ნაკლებ სტრესს მოახდენს ფუტკარსთან ამასთან დაკავშირებით. და როგორ შეიძლება ამ დროს შეიცვალოს შხამის მიღების რაოდენობა, ანუ იმოქმედებს თუ არა ეს რაოდენობის მხრივ. აი მაგალითად მირიანმა ახსენა ახლა დასავლეთი, აღმოსავლეთი, ახლა მე და გია დასავლეთ საქართველოდან ვართ ასე ვთქვათ, სამეგრელოს რეგიონიდან, მაგრამ მე გიაზე, რა ვიცი, ახლა მე ვარ დამწყები ასე ვთქვათ შხამის მიღების იმაში. გია არის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ამასთან დაკავშირებით, რომელსაც კლუბით უკვე პრაქტიკა ჩამოყალიბებული და ასევე არის მირიანიც. და ბატონი ედვარდი, რომელიც შემოგვიერთება ასე რომ ვთქვათ. მოდით ვისაუბროთ მაგალითად დასავლეთ საქართველოში, ესე იგი ტენიან გარემოში, რა დიაპაზონი არის მიღებული, ძაბვის, სიხშირის, იმპულსის, ხანგრძლივობის, ასევე იმპულსის, ანუ წვეტა როცა ხდება ძაბვის, ამ ყველაფრის, რომ ანუ ჩვენი პრაქტიკა ვთქვათ, რომ მე ვისაც შევეკითხე საკმაოდ ჭრელი ინფორმაცია ამაზე, ინტერნეტში კიდევ შესაბამისი ინფორმაცია ვერ მოვიცი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც დაგმობა შეიძლება, ასე რომ ვთქვათ. და აი თქვენი პრაქტიკული გამოცდილება ამ კუთხითაც საინტერესო იქნება. ანუ თქვენ რა დასავლეთ საქართველოში საჭიროთ და შესაბამისად აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროთ. ბატონო. ისა გია შენი თქმით მე დავიწყო. დაიწყე, დავიწყე. აი, ესე იგი, როცა დასავლეთში ვართ, გააჩნია იქაც ტენიანობის საზომი მე ყოველთვის მაქვს და ვაკონტროლებ. როცა არის მაქსიმალურად მაღალი ტენიანობა, ვცდილობ რომ დაბლა დაუწიო ვოლტაჟიც და სიხშირეც. ჩამყავს 26-ზე, 24-ზეც და ხანდახან 22-ზეც მიმუშავია, იმიტომ რომ ფუტკარიც რო ვაკვირდები და უყურებ მე როცა ზის ის კასეტაზე, როცა ის გაურბის, ესე იგი ზედმეტია დენი და ცდილობს რომ საერთოდ მოწყდეს და აღარ მიეკაროს იმას. როცა ის ჩაბღაუჭებულია უკვე და კმენს, ეს არის იდეალური ვარიანტი და როცა ის უკვე ზის და ოდნავ კმენს, აი როგორც ყოღოს ნაკმენი ეტყობა, აი ფუტკარი უნდა აჯდეს და ფრთებს იქნევს და აი ჩაგდებული მაქვს ზოგიერთ მეფუტკრისას რომ აი ესაა ნაღდი მუშაობა, ესაა ძმაო რომ აპარატი უშვებს ნახევარდეს და აპარატში არის პრობლემა, მეუბნები მეფუტკრეს, უბრალოდ მე შხამეს რომელიც იღებს შხამს და არის ვარიანტი რომ აუწევენ და ფუტკარი აი ლიშბი მოშორდეს და გაფრინდეს, გაექცეს და დახტუნობს იმასავით, აი როგორ შარიკივით რა, პინგ-პონგის ბურთივით დახტუნობს. ეს ვარიანტებია, ეს ვარეგულირებ. აღმოსავლეთში პირიქით აწევა ჭირდება, ამ ტენის შექმნა უნდა, აი როგორც ახლა უფრო ხალხს კარგად იცის, აი რუსეთში მშრალი ყინვა რო არის, სხვა ის აი მოდი მირიანო, ყოლეთ უფრო დამკონკრეტეთ, კარგით? ჩვენ ახლა მე აპარატეს რასაც ვხედავ, აქვს 4 ფუნქცია რა. პირველი ეს არის იმპულსი. მეორე არის იმპულსის ხანგრძლივობა, მესამე არის ვოლტი და ჰერცი, ანუ სიხშირე. ანუ დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდეთ. ვოლტი, ძაბვა, მაგალითად, საიდან სანამდე უნდა იყოს და ის საიდან დაიწყოს და მეფუტკრე მაგალითად შხამის აღება დასაწყისში და სანამდე უნდა გაზარდოს და რა არის მისი მაქსიმუმი. 22-დან ვიწყებ მაგალითად.
და მაქსიმუმი გიას საიდანვე იყავს. გაიგონე. მაქსიმუმი თუ ძალიან მშრალი ამინდია 30-მდე წამიყვანია, მაგრამ 1000 ერთხელ 27-28 ვოლტის მერე აღარ მიმყავს. და სიხშირე დაბალზე უკეთესი სიხშირე აქვს. სიხშირეს როგორც კი აუწევ, ფუტკარი როგორც მირიანმა აღნიშნა, ფუტკარი არ ჩერდება კასეტაზე რა გარბის. ძალიან გავლობს. მე როგორც ვიცი ახლა აპარატებს ეწყება 300-დან არა? კი. ანუ 330, 315 კი ბატონო, მე 300-ზე მიყენია სიხშირე ტენიანობა როცა არის. მუშაობა და პაუზა მიყენია 3 წამზე. ზოგჯერ მუშაობას 1 წამით ვუმატებ ხოლმე. შემდეგ აი 315-დან სიხშირე, ანუ სრულად რო პასუხო, 315-დან სიხშირე მაქსიმალურად სამდე შეაყავს მაგალითად. მაქსიმალურად 600-მდე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში უფრო 300-დან 400-მდე მუშაობ. კი ბატონო, 400-მდე. ხოდა მშრალად მინდებში უნდა საშუალო ვარიანტია 600 და ძალიან მშრალად 3, 1 წუთი მერია, მოდი გიასი სამოვწურო, კარგი, პაუზა 3. პაუზა 3, მუშაობა 3. ბოლოსში შეიძლება ცოტა მოუმატო მუშაობასაც, მაგრამ მე მუშაობის პროცესში იმ აპარატსაც ვთიშავ 1-5 წუთი, პაუზას ვაძლევ, რომ ის მასა, რომელიც მიწევებულია კასეტაზე, ის მასა ჩავიდეს, არ დაზიანდეს და ახალი მასა ამოვიდეს. რომელიც ანუ დაახლოებით 5 წუთი ხდება მთლიან ძაბვის გათიშვა. კი ბატონო. და დაახლოებით ეს ყველაფერი, ანუ შენი შხამის აღების პროცესი მაგალითად ერთი დადგმა, რამდენი ხანი გრძელდება? მაქსიმუმ 45 წუთი, 1 საათიც მუშაობ, თუ ძალიან მაგარი მასა არის, ბევრი მასა როცა არის 1 საათიც, მაგრამ საშუალოდ 45 წუთი არის ეფექტური დრო. კი ბატონო. ეს დასავლეთ საქართველოსთვის. მირიან, თქვენი აზრი როგორი არის ამასთან? გეთანხმებით, ზოგი ამბობს აი პირდაპირ გეტყვი 90-იანი ხალხი ვინც მუშაობდნენ, რომ 20 წუთი საკმარისია, ნახევარი საათი ყველაზე ბევრია, მაგრამ ფუტკრის მასას გააჩნია. ვინც მართლა მეც იღებს, ეს არის მაგიმაირის სურათზე, 1 საათი იღებს, მე ძირითადად ვიღებ ნახევარი საათი, 40 წუთი. ხო, მაგრამ შვაგი რას გულისხმობს ახლა? შვაგი გულისხმობს კასეტის დადგმა და კასეტის კონექტორის აღება. ანუ მთელი ეს პროცესი. და არა მარტო ის რომ ძაბვა იყოს ჩართული. ჩემ შემთხვევაში აი 12-იან სკებზე მირიან შენ გიმუშავია ჩემ საფუტკრეში და იცი. მე კორპუსებზე ვმუშაობ და აი 12-იან სკაზე კორპუსი მაქვს დადგმული და ზედ კიდევ საკუჭნავ აი პოლონას დავკევს რო ვეძახით. ისეთი მასა ზის მანდ რომ ნახევარი საათი იმ მასას ჩემთან არანაირად არ ყოფნის. გამიგე? აი დაჟე 10 წუთი ხოლმე ველოდები რომ ის მასა ჩავიდეს ახალ ფუტკარს რომ მქონდეს საშუალება რომ კასეტაზე იმუშაოს. მაგრამ როცა საშუალო მასა არის, როცა 0800-ს 0900-ს ასწორებს, სრულებით საკმარისია ნახევარი საათიც. მაგრამ ნახე, როცა შენთან ეგეთი მასა არის, არც ერთ ვარიანტში არაა საკმარისი კასეტა რო ეყოს მაგხელა მასას. აი უბრალოდ წარმოიდგინე, ფუტკრის მასა რამხელაა და ეგ რამდენჯერ პატარაა, 6-ჯერ პატარაა ეგ. მართალი ხარ, აი შუაში უნდა ჩაუდგა შენ როგორც მითხარი. კარგი ვარიანტია, მაგრამ ვერ აწევ იმ კორპუსებს. გეთანხმები, ვერ აწევ ეგ ერთი. მეორე რისკიც არის, თორე კორპუსი და კორპუსი ჩაუდგა, შეიძლება ზედა თაფლიანია, ანუ გადაბმებს გვაკეთებს. მოაგვიჯე ეს თაფლიანი დაიწუტება მთელი მინები. მაგისი მეფლა ხდება იმ ღამესვე როცა ვადგავთ და მეორედ მეფუტკრემ შეიძლება ეგ დააცალოს დღე, ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ ეხლა ნახე რა შეასაქმე, როცა ეგეთი მაგარი მასა არის, დაჟე გამოვცადე მე ორ კორპუსებს კი, ანუ 24 ჩარჩოზეც, მომცა სერიოზული სხვაობა, ავწიე კორპუსი შევდგე. დავადგით ორი თუ გახსოვს. როგორ? წოლელაზე დავადგით ორი კასეტა თუ გახსოვს, ჩემთან და იმუშავა მშვენივრად. ანუ ვცდილობ რომ მაქსიმალურად სწრაფად ვილაპარაკო, რომ დროში დიდხანს არ იმას ვალოდინოთ. ესე იგი, როცა ჩვენ გავაკეთეთ დაკვირვება 3 კორპუსიანზე და 2 კორპუსიანზე, ავწიე კორპუსში შევდგი კასეტა, დავადე ზევიდან ისევ 12-იანი კასეტა. გაცილებით მეტი შხამი ამოვიღე, თითქმის 2-ჯერ მეტი ამოვიღე. იმიტომ რომ იმაზე სხვა ფუტკარი მივიდა, ამაზე სხვა ფუტკარი და ფუტკარი როა მისული, ის იოლად არ შორდება. სხვა ფუტკარს აღარ უშვებს. ივსება სექციიდან სექციამდე ფუტკარი ისე რომ ტეო აღარ არის შიგნი რა. იმხელა ფუტკარი არის. გიორგი მამალაძესთან ავიღე გრამნახევარი ამოვაგდო ერთმა კასეტამ. 10-იანებმა, 10 შუშიანმა კასეტებმა. იქ რო დამედო მე 2 გრამს ავიღებდი უპრობლემოდ. მეცაც 2 გრამნახევარს. ამ თემაზე, ანუ მე ჩემი კიდე 4 რაღაცა მაქვს საქმელი და როცა დრომს მომცემს პაპავა იმას ვიზავ. ვიტყვი. კი ბატონო, გაწვე მირიან ასე ვთქვა დროს.
თანხები სრულად გია კაკაჩიას რომ სერიოზული იყო შემთხვევა მე რომ ვიმუშავე გაზაფხულზე აპრილის თვეში და არ იმავსქენი აი პირველად მუშაობა მომიხდა ეგრევე საფუტკრეში და იყო ძალიან მაგარი ფუტკარი და განსაკუთრებულ ბუნებაში იყო და რომ ვისუნთქე იქედან წამოსული მე მომიწია გაცლა ფუტკრის გაცლა მომიწია მე არ მქონდა არანაირი პირველი რესპირატორი და არანაირი ისა დამწყები რო ვიყავი ერთ-ერთ წელიწადს და ვისუნთქე დიდი ეს ისეთი სუნი იყო რომ აი მაგარი აი რო იტყვიან დუხის სუნი რო გასკდება რა საფუტკრეში ისეთი მაგარი იყო და ცოტა მოღრუბლული ამინდი იყო და იოლად არ გაჰაერდა ეს სუნი ვისუნთქე და მეორე დღეს ვიყავი ისე აი როგორ იცი აი რო რაღაცა პახმელია კი არის პახმელიაზე უარეს მდგომარეობაში გაცებულ მდგომარეობაში რო ხარ და ცოტა დასუსტებული ვიყავი ფიზიკურად რაც პრაქტიკაში დასუსტება აი თელეგრამ მშენებლობაში ვიმუშაობ არაფერი არ მომდის რა ხო და მე რო დავაკვირდი მივხვდი რომ აი ეს რო ვისუნთქე ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და მე ყოველთვის ვაკეთებ ესეთ რამეს აი ყველამ რო პრაქტიკაში გქონდეთ გამოცდილებაში წამოვაყენებ სულ ყველა კასეტებს ვიღებთ კაბელებს ამასობაში 2 წუთში ეს ნიავდება დავაყენებ ასე ფერსე კასეტას ჰაერი უვლის იმას და ამ სუნს ააცლის როცა ნესტიანია და როცა მშრალია მალე გადის ეს მალე შრება და აღარ გაზიანებს და ვცდილობ რომ ამ ზოგი პირბადეებს იკეთებს და რესპირატორებს ღამე დღე ამაზე ვარესია როცა შხამი მშრალი არის ძალიან მტვერდება და ძალიან მაგარი სემინებასი და იმის გამომწვევი არის ვის თქავს არის ორგანიზმი რომელსაც ვაფშე არ იკეთებს პირბადეს ეს ძალიან ცუდია და არის ეს ორი ყველაზე ასე ვთქვათ რთული და ვრედნი სამუშაო ღამეც და დღეც აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა ღამეც ვათებთ რაც არავისთვის არ არის ღამესთევა ისა კიდე ეს გამოცდილებაში რას გითხარით რომ შემოსავალი რა არის მაგალითად რას აზიანებს მირიან ჯანმრთელობას ფილტვებს რა ხდება ხო ანუ ვისაც დიაბეტი და უკიდეს უნდა მეფუტკრე ამ გამიგეთ ანუ ვინც შხამზე აპირებს მაგალითად მუშაობის დაწყებას და ბრონხები აწუხებს შაქარი ზოგს დამართა შაქარი ზოგს რა და ზოგს რა აი ზოგს ბევრმა დაკინაება ძალიან ხო და ნახოს რა ხვიცლს იმაშობა ყველაზე ძალიან დიაბეტს და შაქარს მართებს და სასუნთქე ორგანოების აი თვითონ ადირაშვილის თორცაც რაჭის რა პირდაპირ შეისუნთქებენ ეგრევე იმაშობა თვითონ ადირაშვილსაც ძალიან ისა აქვს რა ხშირად რო ქონდა შეხება და ამდენი წლების მანძილზე იღო ორგანიზმა თავიდან გარკვეულ შეჩუას იღებს ორგანიზმი მაგრამ ზედმეტს რომ მიიღებს უკვე ის უკვე ვსიო რა ვრედნი არის აღარ არის კაი აი აცემინებს ხვირს და ით შეიძლება ცუდად გახდეს ის რომ შოქში ჩავარდეს სასწრაფო აღარ მოусწროს ანუ ვრედნი საქმე არის ეს მეორე თუ არ იცის ამაზე ადამიანმა ის რისკები შხამის დამუშავებაში კიდევ და მიღებაში არის არა რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უშუალოდ ეხება ამიტომ საჭიროა რესპირატორები და ამიტომ საჭიროა შუშელი ხელით ხშირად მოკიდების დროს კანიზაცია სათვალის აუცილებელი გამოშრობა იცის და ის მე თვალში ოდავ თუ ამოისვა ხელი ამ ტვერი მოხდა შხამთან ანუ კოლექტორებით მუშაობას გულისხმობთ თუ შხამის აფრიკის დროს გულისხმობთ შხამის აფრიკის დროს რესპირატორი უმჯობესი არის ზო ეხლა მე მიჩვეული ვარ არ არის მარტო პირბადეს ვიკეთებ ოღონ ჩვეულებრივი პირბადები არ არის მუშაობის დროსაც გაიკეთეთ რესპირატორი აუცილებელი და სქელი რესპირატორები ორგანიზმი ერთნაირად ვერ იღებს და ღმერთთან უქნას და ესე ადრეულადაც არ ვლინდება ორგანიზმში და ეს დროთა განმავლობაში გროვდება ორგანიზმში კი ბატონო ნამდვილად ეგრეა და გააჭირა იგივე შხამია უსაფრთხოების ელემენტების გათვალისწინება აუცილებელია აი შეხარი კეთებ ჩვეულებრივ რესპირატორს ვინც იკეთებს ურჩევ რომ აი ასეთი გაიკეთოს აი დოლბანდის მთლიანად ეს ირეცხები ნახშირიანი მიკეთია მაგალითად აწი მაგას გავიკეთებ საერთოდ ესეთი გადაწყვეტილება მივიღე რომელი კაცი გიგია ნახშირი რო აქვს რესპირატორი ეგ აი ჩვეულებრივ რესპირატორებია ნახშირი ჩვეულებრივ პირბადი ატარებს არ არის ასურველი ჩვეულებრივი აი კორონას დროს რო ეგ არაფერი განცავია არაფერი რამიდან ახლა თქვით დასავლეთ საქართველოში უსვად გეტყვით დაბვა და რაიცა გამოყენებინა და როგორ იქნება მაგალითად მშრალ პირობებში მშრალი კლიმატის პირობებში და აღმოსავლეთ საქართველოში მშრალ პირობებში ესე იგი უწევთ სიხშირეს 600-დან მაღლა 700-ზე 800 აყვავს და ვაგვირდებით ზოგიერთი 1000-ზე მუშაობს 1500-ზე მუშაობს ზოგიერთი ესე ის უყურებს თავის ფუტკარს და აგვირდება და იქიდან გამომდინარე მე ვამბობ შხამის სამღებლებზე მაქვს უკვე საუბარი და მე მუშაობ 800-ზე მეცი არა მეცი არ მჭირდება მე ისეთი აპარატი მაქვს და იმ აპარატს იმ ხელა კასეტებით დატვირთვას ვაყენებ რომ ვიცი ეს რამდენს ის შეძლების უნარი აქვს რა რამდენს აიტანს იმის და მიხედვით საბუასთან დაკავშირებით
აბლასთან დაკავშირებით ვაკეთებ 30 ვოლტი, 32 ვოლტი. მეტი მე არ დამჭირვებია. პირდაპირ. ზოგიერთი 40 ამუშავებს, მაგრამ 40 არ მჭირდება. მეორე დღეს არ მინდა იყოს დატრესტილი და აი ოდნავ აი 10 ცალი ფუტკარის უნკტარი იქნა კასეტაზე, ამას უკვე მე ვთვლი შეცდომად. ჩემ თავს შავთვლი შეცდომას. მე ისე მიმუშავებია 20 კასეტა და 25 კასეტა. არის ისე მე მაქვს ალეკო ნადირაშვილის იგი ასე ვთქვათ აპარატი და იმას არ ამგონია ხა 30-40-მდე ის რო ხონდეთ ზაბვის იგი ნიშნული მეყანსაკვალ. ზოგიერთ აპარატს მეტიცაა 55-იცაა, კეთახმები. კი. ჩემს 50 აქვს მაგალითად. ანუ მუშაობა და პაუზა. მუშაობა პაუზა 3-3-ზე 4-4-ზე. გააჩნია თუ ძალიან ბევრია ფუტკარი, მეც ვთავ 4-4-ზე, ხანდახან ყოფილა 5-5-ზე ჩამირთია. მაგრამ მე ერთ რო ამბობს ზოგიერთი მეფუტკრე ეს არ არის საჭირო არა? მუშაობა ხა 6 რო იყოს ან 5 რო იყოს. აი 5 და 6 უკვე ამ ბევრის მგონია, 5-იც იშვიათად მიხმარია ხოლმე რა, უფრო 4-4-ზე რა. ანუ 4-5-ზე. 4-5-ზე შეიძლება პაუზა ცოტა მეტი უნდა იყოს 5, კურსი 4. კი ბატონო. კიდე რას ვიტყოდი, ანუ დადებითი მხარე აქვს შამისაღებას ის რომ ტრობს და ტკიპას აი პირდაპირ შევხვდა რა, პირდაპირ აი ვიტყვი რომ გადამიღია ფოტოები და შემიძლია გადაღებული ფოტოები მოვიწერო ტკიპას. ტკიპა არის დახოცილი იმაზე, შუშაზე. და მიკროფონს რომელიც აზის ყდება. ტროპის იგი ვაროაზე არის საუბარი თუ ტროპზეა საუბარი? მე ვაროაზე ტროპი არ მინახავს. ორივეზე არის საუბარი. ეგ ერთი, მეორე მოიცადე ეს ყველაფერი ვთქვით, გაღიზიანებაზე ვთქვით, ყვავილი შემოტანა და ნექტრის შემოტანა რო იყვიან დავაკვირდით და ღალიანობის დროს როცა იყო 2 კილონახევრიანი, ანუ მეორე დღეს მოიმატა, მიუხედავად იმისა შხამი ავიღეთ, იმ დღეს იმ საღამოს ფუტკარმა მოიტანა ზოგან 9 კილომეტრი, ზოგან 800 გრამით მეტი შხამი წინა დღესთან შედარებით. ეს შხამი რო ავიღეთ, ამის მერე რო იმუშავა დილიდან საღამომდე ფუტკარმა ეს შედეგი დაიდო. ყვავილისფერი აი იქ ქობულაძე ჯუმბერისთან ვიყავი. მივიყვანე კაც პირველად რო ვიმუშავე და ვანახე, ხო ავიღეთ შხამი აქედან მეთქი 20 წუთი ხო არ არის გასული თქო. ფუტკარ შემოხვდა ყვავილისფერი უკვე შხამ აღებული ოჯახიდან. ხო და კიდე რაც შეეხება, ეხლა მინდა რომ ფასებთან დაკავშირებით და სარგებელი, ანუ 100 ძირიანი საფუტკრი ერთი ეხლა აზერბაიჯანის კაცი დამიკავშირდა რამოდენიმე დღის წინ და დამათვლებინა $28-ო, რამდენი გამოდისაო თვეზეო და რამდენი გამოდის წელიწადზეო და მეთქი ეხლა ზეპირად არ მაქვს 12 და გადავიან გარიშეთ. ესე იგი, თუ გაინტერესებთ ვიტყვით რა, 100 ძირი ვისაც აყავს, 100 ძირი და აი ძლიერი ძირები. ძლიერი ძირები იძლევა პირდაპირ გეუნებით გრამ 900-ს და გრამ და 800. ანუ თითქმის 2 გრამს. ეხლა იყო შემთხვევა წელს 2 და 2 ამოიღეს სწოლელასკებიდან. 2 და 2. რა თქმა უნდა 2 კასეტა იყოს ზედ. ხო და როვიან გარიშოთ საშუალოდ ასეთი ძლიერი ოჯახებიდან როვიან გარიშოთ ყავს 100 ძლიერი ოჯახი დაატარებს წელი და ყავს ძლიერი ოჯახი და იღებს საშუალოდ 1 გრამს 1 სკიდან. ეს იღებს ერთ აღებაზე $28-ზე $2800 ერთ აღებაზე, თვეში უწევს $8400. 5 თვეზე და 9 წელებით გავითვალისწინოთ უამინდობთ. უამინდობა 100%-იანია, ბრა. უამინდობა ერთ-ერთი დიდი, მაგრამ ნახე, საათნახევრიანი წვიმა და მთელი პრობლემა არის, იმიტომ რომ წუხელის მაგალითად, ჩემს მაგალითს ვიტყვი და ბიჭები კიდე ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. ზოგი ისე წვიმა წამოეწია, ყველაფერი ჩამორეცხა და მაგალითად მე 2 დადგმა მოვასწარი და უკვე მე-13-ზე გადავხსნილი იყო, ასე რომ ვთქვათ. ესეც ვიკითხოთ, გამიგეთ, რამდენი დადგმა არის რეკომენდირებული. 100%-იანი ხარ. სადაც ეხლა ზოგიერთ საფუტკრე და წამოვიდა წვიმა, ასე რომ ვთქვათ და ძვირ ჩავასწარით მანქანაში კასეტები და ვაფუჭდი ფართვანიასა რო ვიყავი, ეხლა ისეთი მოწყობილი და გადახურული საფუტკრი აქვს 250 ძირიანი, რომ მეორე არ მინახია საქართველოში. თელ კახეთს კიდე ლაფეტებზე ყავს, ბევრს შიდა ქართლში და გადახურული აქვს ლაფეტები. რანაირი წვიმაც არ უნდა იყოს, იმისაც წვიმაში მუშაობია, რომ ვიდეო მაქვს გადაღებული რა. აი 2 მეტრაზე ვერ გავხდოდი, მთლიანი დასველდებოდი, მაგრამ ეს ავაფარე კასეტებს სხვათაშორის ლაფეტზე ეს სახურავები რომ ასხავდა უკვე ხარი ეწვება რომ შემოდიოდა ცოტა ის შემოქონდა რა წვეთები და ავაფარე და ისეთ აი თავსხმა წვიმაში მაგ შხამი აღებული რომ აი რო არ დაიჯეროს მეორე ადამიანი რა და ეს ბედნიერებაა რომ იტყვიან კახეთში მუშაობა გადახურულ ლაფეტში როცა წვიმიანი არის რა ეგ ის და აი სერიოზულ სარგებელს იძლევა რა პირდაპირ ეხლა 5 თვეზე რო ვიან გარიშოთ აი ესეთი ანგარიში $42000 და ეხლა $40000 მგონი იმას ძირიან საფუტკრებს მირია ეს ყველაფერი არის დამოკიდებული აპარატზე დამოკიდებული არის კოლექტორების ხარისხზე და მეფუტკრებსაც არის დამოკიდებული თუ ფუტკრის ოჯახები როგორი ეყოლება ასე და ჩვენ მაქსიმუმს ვიან გარიშებთ და კიდევ ყოველ 10 დღეზე მუშაობისას მას შხამის მასა ნელ-ნელა მცირდება და
და შხამისთვის აუცილებელი არის ჭეო. ანუ ცილა სჭირდება ფუტკარს. მე მაგალითად აი წაბლის ღალაზე იდეალური ვარიანტი არის 12 ჭეო, აი ჭეოსაც ამოდის პირდაპირ ვიტყვი, იმის ნახევარი ოჯახზე რომ იმუშავია, მაგალითად ორ კორპუსზე და ამიღია 0.9 მიმუშავია 15 ჩარჩოზე და ამიღია გრამი და 1. ძალიან გავიკვირდა, გავიკითხეთ რა ხდება ბუნება. ფუტკარი ცოტა და იყო ყვავილისფერი დიდი, როცა ყვავილისფერი არის დიდი, სერიოზული დადება აქვს შხამს. ამაში გეთანხმებით და ვენერა სრული მასმასო გვასწავლიდა, რომ ვინც იღებს შხამს და მუშაობს შხამზე, უმჯობესია სტიმულაცია მისცეთ ფუტკარს, რომ მეტი კვერცხი დაიდოს. ხო, კი ბატონო და აი თქვენ ახლა გამოცდილება გაქვთ უფრო მეტი. თანაც ამას ყველაფერს, ნუ რა თქმა უნდა, ხა შხამზე ვის მუშაობს, უკვე ბიზნესის კუთხით უყურებს ყველაფერს ამას. რამდენი დადგმა არის რეკომენდირებული, მაგალითად, ერთ ღამეს ერთი კასეტის? თითქმის თუ არის საუკეთესო 4-ით შეიძლება. ანუ 3-4. 4-ით დამედგია და 9-ით დამედგია, როცა უკვე მე რაოდენობაზე მუშაობ, იქ დაკლება აქვს ცოტა, დაანგარიშებულია, მაგრამ იქ იმდენად ცოტაა, რომ მე რო გადავადგავ მე 4-ეს, მე 5-ეს, მე 6-ეს, მე 7-ეს, 10 9-ს გადამედგია. აი ერთ ღამეში მაქვს 20 კასეტით 260 ძირზე აღებული, 3 ბიჭს. ეს სამივე ბიჭები მოვკეთ ძალიან კარგად ვიცოდით და ძალიან კარგად მეხმარებოდნენ ორი დამხმარე ბიჭი და პირდაპირ ვიტყვი რომ 260 საათიანი ღამე იყო, რამდენი საათიანი ღამე იყო მირიან? 9 საათიდან დავიწყე და დილის 9 საათზე მოვჩით. გავგვიმართლა დილაზე რომ ფუტკარი არ გავიდა, ღალა არ იყო, ღრუბლიანი იყო და არ გავიდა ფუტკარი და 9 საათამდე ვიმუშავეთ. სხვათა შორის 3 სხვადასხვა ადგილი შევიცვალეთ. 4 კილომეტრიანი, 7 კილომეტრიანი და 9 კილომეტრიანი ადგილები. გადავანაცვლეთ, შევყარეთ მანქანაში, გადავიტანეთ, ავიღეთ, იქაც ავალაგეთ შევ და 3 ადგილი გამოვიცვალეთ. და მაგრა ვიმუშავეთ. ახლა მე ჩემ დაკვირვებით ვიტყვით, რომ დაახლოებით ახლა მე შევადარე ახლა ბოდიშით, მაგრამ მაგასაც ვიტყვი, რომ როგორ გამოვიწვიეთ ესეთი მაგარი მუშაობა. 20 კასეტას რო ვადგავდით, ჩვენ კი არ ვისვენებდით ნახევარი საათი, 10 კასეტას ვადგავდი. და რო ჩაირთვებოდა, მე ვადგავდი მეორეაც. ეს საათი რომ მუშაობდა, იმაც ვიღებდი. მე ახალ არც ვთავდი და ის ნახევარი საათი აღარ ვისვენებდი და მითო გავედით ჩვენ ამ ხელახები. ჰობი ვიფტიგია, ხო, ესეთი მოხერხებული მეთოდი მოხდეთ. ფაქტები ახლა ესე იგი და უბრალოდ რა არის იცი ახლა მე ჩემს დაკვირვებას ვიტყვი ახლა უბრალოდ მე შევადარე მაგათად ერთ ღამეში მაგათად მოვასწარი 5 გადადგმა ერთ ღამეში ახლა როცა ეს არის გაზაფხულის პერიოდიდან როცა ღამე მოკლე არის მაგრამ ეს იყო ძალიან დამღლელი 4-ით არის ძალიან დამღლელი ასე რომ ვთქვათ 3-ით, ნუ 3 ახლა შედარებით ნაკლებად დამღლელია და ნუ 2 დაკლეპია, მაგრამ ახლა შევადარე მაინტერესებდა პროდუქტიულობა. ანუ რა განსხვავება იქნებოდა და რა რაოდენობის შხამი იყო. და სხვათა შორის აი ეს 2 დადგმა რო გავაკეთე, ყველაზე მეტი პროდუქტიული ეს გამოდგა. ანუ დანაკარგი ნაკლები იყო რა შხამის ასე რომ. ანუ გაიზარდა უცბად ერთბაშად შხამის რაოდენობა იმ ოჯახების რაოდენობასთან შესაბამისობაში, ანუ პროპორციას რო ისე კი. ამიტომ მე რა ვიცი ახლა შეიძლება სხვადასხვა რაღაცეები ესის მოსწრებაზე იყოს საფუტრის უცბად გათავება მე მეორეზე წასვლა და შხამის რაღაცა მეტი რაოდენობის მიღება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ამ კუთხით შხამის რაღაც და რა პატარა ნაკლებ რაოდენობას კიდევ არ კარგავ. ჩემი აზრი არის ახლა მე რასაც ახლა ჩემი პატარა გამოცდილებიდან ვაკვირდები რა. ამიტომ შეიძლება თქვა, ესე იგი აი შევატრიალებ კადრს, მოიცა როგორ შევატრიალო? ვა. ტელეფონი შეატრიალე. ტელეფონი შეატრიალე. ეს მოიცა. აჰა, ესე იგი 4 წელია დაწყებული მაქვს განათება, აი განათება მაქვს 4 წელია დაწყებული და აი ვაკეთებ ესეთ განათებას, კასეტებს ექნება როგორც ასე განათება, ასევე ექნება სიგზეზე. და ძველი კასეტები, რომლებიც ვნახე კომუნისტური დროინდელი კასეტები, აქვს ჩაშენებული ერთ მხარეზე შიგნი სპეციალური ელემენტები, სადაც იძლევა ელექტროენერგიას და აქ მიმბული გვერდზე აპარატი. ეს ყველაფერი მინდა თანამედროვე იმაში გავაკეთო, ეს ვარიანტი და დავხვეწავ და რო გავაკეთებ, დავხვეწავ და დავდებ, ტაბელის გარეშე, აპარატისა და აკუმულატორის გარეშე იმუშავებს კასეტა. და ეს მაქვს გეგმაში და ესაა მომავლის გეგმა და მაქვს კიდევ ვარიანტი, რომ 3 ყალიბი იმუშავებს შუშაზე, ერთი დასმით. და ყალიბში დადგება 3 ბრიტვა, ან ერთი იქნება უკან და ან ერთი იქნება წინ და ამათ ექნება სპეციალური ჩანს ყველაფერი?
ხო, ანუ ეს იქნება ძალიან მარტივად ბრიტის შეცვლა, დააწვევი ბრიტო ამოხდება თავისით, ჩადებ გამოიცვლება მარტივად. ეს თავი უტრიალდება, ანუ ასე კი აღარ იქნება შესატრიალებები, თავს მოკიდებ, გადაატრიალებ და მეორე მხარესახი ხავ ამეებისას. ეს ერთი ცალი გაიცვითა, ამან გააკეთა 4 ცალი შუშა, გადადო, ერთმა კაცმა შესცვალა, მეორე ისავე ამ ხევკელმა აიღო ეს ახალი, დაიწყო ისევ ფხეკვა. და ამითი ჩათვალე რომ 3 საათი გამოდის საათნახევარში და ყოველი 6 საათი 3 საათში, ანუ გაანახევრებს შეიძლება უფრო მეტი საქმეს, მაგრამ ყველა ვარიანტში გაანახევრებს სამუშაო საათებს, რაც ყველაზე დიდ დროს მოითხოვს აფხეკვის ამბავი. არის ზოგჯერ 7 საათი გვიხეხია, ზოგჯერ 6 საათი, ზოგჯერ 5 საათი. რაც მეტი კაცეტაა, მეტი სახეხია და მეტი დამღლელია. ეს ვარიანტი არის ყველაზე დიდი ის რომ მივიდი ამაზე. აი რეები არ გამოვცადეთ, მალიარკის დანებიო, ისინიო, ესენიო, ლეგირირებული რკინაო, რეები არ ვცადეთ, მაგრამ ყველაზე კაი ვარიანტი ისევ ბრიტვაა და ისევ ბრიტვით ვართ პროცესში გავიდეთ მაგაზე. ძალიან გვიჭირს რომ ისეთი ყალიბები და ისეთი დაზგები არ არის რომ ჩვენთვის სასურველი რამე გავაკეთოთ და გვიწევს აი ძალიან სერიოზული ფიზიკოსების და მცოდნეების ჩართვა და ხარატების და რა ვიცი. კი ბატონო. მოდი ახლა ჩვენ ედიკაც შემოგვიერთდა ახლა ბატონი ედვარდი და ბატონი ედვარდ, ანუ ჩვენ საუბარი ქონდა რაზე? შრამის ფასის სტაბილურობაზე, ღალიანობაზე, ანუ ღალიანობის დროს შრამის მიღებაზე, რამდენად რეკომენდირებულია. შრამის შემცველობაზე, ანუ მელიტინი რა რაოდენობით უნდა იყოს, უნდა გქონდეს თუ არა ამაზე წვდომა, ანუ თვითონ მეფუტკრეს რას იღებს, როგორ იღებს და როგორი რამდენია მასში მელიტინის რაოდენობა, აქ მარტო მელიტინზე გავამახვილია, ასე ვთქვათ, ყურადღება. ასევე შრამის მიღების ტექნოლოგიაზე, რომელსაც ახლა ვსაუბრობთ. და ასევე იყო წამოყენებული ლატექსის იდეა, ანუ როცა მინაზე შემოხეული არის გარკვეული პოლიეთილენის პარკი, თხელი პარკი რა თქმა უნდა, და შესაბამისად ვცდილობთ რომ შრამი ნაკლებად დანაგვიანებული მივიღოთ. კი. ნუ ამ თემებზე გქონდათ ძირითადად ბატონო ედვარდ საუბარი. თქვენ რა აზრის ახავთ პროგრამასთან დაკავშირებით, ანუ თქვენ პირადი გამოცდილებაც და ზოგადად ამ თემებზე როგორ საუბრობთ, აბა თქვენი ესე იგი შეხედულება როგორ იქნება ამ თემაზე. ედვარდ ხარ? ხეთოვა ინტერნეტთან არის ცუდი წვდომა. ნამდვილად. კარგი, მოდით ბატონო ედვარდ სამ შემოგვიერთება, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი თემა. დაახლოებით უკვე 11 საათია. გია მანქანას საჭესთან არის, შეიძლება შხამზე მიდის სამუშაოდ, ასე რომ ვთქვათ. მე ასე რომ ვთქვათ, ყოველ მეორე ღამეს იგივეს ვაკეთებ, ასე რომ ვთქვათ, დღევანდელი ღამე, ასე რომ ვთქვათ, დასვენებაში ვარ, ანუ ერთი დღე შხამის აღება, მეორე დღე შხამის აფხეკა. თაფლის და საწურავი თაფლის ჩაფშვების ამოლაგება, ასე რომ ვთქვათ, ნუ მე უკვე ჩემი ძმა და სხვები ერთვებიან თაფლის დაწურვაში. და ასევე შხამის ნუ აფხეკვა თქვით, ასე რომ ვთქვათ, რომელიც სხვადასხვის ძალიან შრომატევადია და ძალიან დიდი დროის დანახატებს მოითხოვს, ასე რომ ვთქვათ, და ძალიან კარგი არის რამე მექანიკური თუ გამოჩნდება ამ კუთხით. ალეგო. დიახ, ედო გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ედო თუ კამერა არ ჩართე, არ გამოჩნდები ლაივში, უბრალოდ ხმა ისმის. არ ჩანს კამერა? კამერა არ არის ჩართული, არა. რატო? კარგით, ვეღარ უხერხებ მაშინ მე ამას ვერაფერს. მოდი, მაშინ შენი სათქმელი გითხარი, ხმა ისმის, უბრალოდ კამერა არ გამოჩნდება, უბრალოდ საისაკი თორე. ხმა ისმოდეს იქნება. ეხლა? არა, კამერა არ ჩანს. ხმა ისმის. ხმა ისმის, კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. როგორც კოლეგებს მივესალმები, ასევე ჩვენს მეგობრებს მივესალმები და მე მინდა გითხრათ დაკავშირებით და შხამის წარმოებასთან დაკავშირებით 86 წლიდან ვაწარმოებდი შხამს და რაც ახლა ბიჭებმა ისაუბრეს, აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები. ყველაფერი არის ინდივიდუალური. როგორც ფუტკრის ოჯახი, ისე აღების სპეციფიკა, დამოკიდებულია აპარატის ხარისხზე, კასეტების ხარისხზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც მოიხსენებათ, მეფუტკრეობა არის ინტელექტუალური დარგი.
ყველანაირად უნდა ეცადოს მეხუთკრემს სწორად განსაზღვროს და დაგეგმოს კანონმდებლად ის პროცესები, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული. ვერ გეთანხმებით იმაში, რომ აი ღალიანობის დროს ნაკლებად ის არის, რა ქვია, გამომწვევი თაფლი შეიძლება ვერ მიიღო რაღაც, უნდა დაგეგმო, ამინცას უნდა დავაკვირდეთ, პროგნოზი უნდა გავაკეთოთ, როგორ რანაირად ჯობია ეს რომ მივიღოთ სწორი შედეგები. რაც შეეხება ეხლა მე რა მინდა გითხრათ, უკვე ჩვენ პირველი პარტია შხამისა გავაგზავნეთ, კარგი შედეგია ჩვენა, სადღაც მელიტინის შემცველობა იყო 64.7 და სრულიად აკმაყოფილებს ჩვენი პარტნიორების მოთხოვნას. რაც შეეხება ეხლა ბაზარზე, რაც უფრო მეტი იქნება კონკურენცია, მეტად იხეირებს ჩვენი მეხუთკრეები. გასულ თქვენ გასული წლები საერთაშორისო ბაზარზე სხვა ფასები იყო, საქართველოში ასაღები ფასები სხვა იყო. ახლა ბიზნესია თავისთავად და მე არავის ჩრდილს არ ვაყენებ, ყველამ თავის საქმე იცის, მაგრამ ზოგადად მეხუთკრეთა გაერთიანების, მეხუთკრეთა ასოციაციების ორიენტირი არის ის, რომ მეხუთკრის განვითარება, მეტი სარგებლის ნახვა და ამაზე ვარ ჩვენ ორიენტირებულები და მივახციეთ იმ შედეგს, რომ მეხუთკრეთა ალიანსმა გააფორმა ხელშეკრულება ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ხუთკრის გადამამუშავებელ საწარმოსთან და ჩვენ ექსკლუზიურად მოგცეს უფლება, რომ საქართველოსდან 10 კილო შხამი ჩვენი ასოციაციის წევრებისა გავაგზავნოთ. ყველანაირი ინფორმაცია შეიძლება დღეს მოიპოვოს ადამიანმა. მე არ მინდა უხერხო სიტუაციაში აღმოჩნდე არც ადგილობრივ შეწყდოლებთან, არც ჩვენს პარტნიორ მეგობრებთან, იმ უცხოელებთან. იმათმაც იციან რა ფასებია საქართველოში და ჩვენც ვიცით ზოგადად სოფლიო ბაზარზე რა ფასები არის შხამსთან დაკავშირებით. იციან ჩემმა ასოციაციის წევრებმა ვინ შხამზე მუშაობთ, ნიდიანმაც იცის, შეხვედრები თუ არ ვისაუბრია კიდევაც ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ასოციაციის წევრებს გაუწიოთ ეს მომსახურება, ეს სერვისი, ეს გვერდში დგომა. ჩვენ როგორც ასოციაცია არ ვყიდულობთ ამ შხამს, რასაც ქვია ფულის აღება, ქეშად, მიწვემა და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია მოგმართავს მეხუთკრე სრული კანონის დაცვით, იმ იურიდიული გამართული დოკუმენტაციის მომსახურებით, იმ რისკების შეფასებით გააფორმდება ყველაფერი, გაკეთდება, გაიგზავნება და მეტი სარგებლით შეგვიძლია ჩვენ რეალიზაცია ვუყოთ ამ შხამს. ჩვენ 4 თვე მოვუნდით ყველაფერ ამ თემების დალაგებას. არა მარტივი, როგორც შხამის წარმოება, ასევე მისი რეალიზაცია. ურთულესი ყოფილა. მთელი რეგულაციები ამასთან დაკავშირებით, მთელი დოკუმენტაციის წარმოება, მთელი ისა თარჯიმნები დაჭირდა ამას და მთელი ჩართულობა დაჭირდა ამას ყველაფერს. შეგვიძლია მოგმართოთ თქვენ თვითონ ყველაფერს დეტალურად გაეცნობით, მუხლობრივად გაეცნობით ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება ჩვენს შუამავალ კომპანიასა და თითოეულ მეხუთკრესთან, ვისაც აქვს აღებული შხამი და ვინც აწარმოებს და ვინც ეწევა ამ საქმიანობას და ყველანაირი რისკები, ყველანაირი ალბათობა, რასაც ქვია, როგორც ქართულ მენტალობაში ისე რომ დღევანდელი კვერცხი გუჩენია ხვალინე ქათავს, მაგრამ იქ ახლა 2 და 3 დოლარით განსხვავებულ ფასად რო გაყიდე და რო ხარ წარმოებელი ამ შხამის და გამზადებული რო გაქვს რაღაც 1 კილო 3000 დოლარი ახლა და 2000 დოლარი მეტი შემოსავალი მეგონი არავის არ წევს. მე ის მინდოდა მეთქვა, თუ ნება, ჩემი ნება თქვენი. ყველას აქვს თავისი მოსაზრება, ყველას აქვს თავისი გზა, კვალი და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ფულს არ ვიხდით, მაგრამ რაც გავაგზავნეთ წინა ისა რა ქვია, პირველი პარტია, საცდელი პარტია იყო, ყველაფერი როგორც იყო ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტობრივად, ზუსტად ისეთნაირად შეასრულეს ჩვენმა პარტნიორებმა.
არ არის ახლა ის ისეთი ხელწამოსაკრავი კომპანია და ისეთი ხელწამოსაკრავი ხალხი და ინდონეზია არის ეგ ყველაფერი და ისე დალაგებული, რომ იტყვია რომ რისკი არის მინიმალური, ნულის ტოლი. შეგვიძლია თავამად თქვათ. და რაც შეეხება ზოგადად პროგნოზს საერთაშორისო ბაზარზე შხამის რაოდენობამ, წარმოებულმა რაოდენობამ ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, რომ მოთხოვნას გადააჭარბა, რაც გამოიწვევს სავარაუდოდ ფასის დაკნებას. ამასაც ვაანონსებ და ამას თქვენ თვითონაც გაიგებთ. მაგას ახლა ჩემი სიტყვები და ჩემი ის არ არის ეგ მოსაზრებები და მაგის ექსპერტები არ გახლავთ, მაგრამ ვისაც აქვს ამ საქმიანობაში დიდი გამოცდილება და ვისაც აქვს ამ საქმესთან ჩემზე მეტი საერთაშორისო ისინი რა ქვია გამოცდილება, აი იმათ მოლოდინებს და იმათ პროგნოზებს დაყრდნობით გეუბნებით ამას. ამას თქვენაც ნახავთ ის სხვადასხვა ის პლატფორმები, სადაც არის ვინც ყიდიან შხამს, თუ დღეს აფასი აქვს და შეიძლება რამოდენიმე დღის შემდეგ სერიოზული ვარდნა იყოს ფასის. ეგ დამოკიდებული არის ზოგადად წარმოებაზე და მიწოდებაზე და მოხმარებაზე. ასე რომ ყველაფერი გასათვალისწინებელი გვაქვს. მე თვითონ თუ იმასთან დაკავშირებით, გასაგებია რომ სოფლიოში შხამის წარმოება გაიზარდა, ჩვენც ესეც აღნიშნეთ ჩვენი ლაივის დასაწყისში, რომ საქართველოში შხამის წარმოება 5-ჯერ არის გაზრდილი. და შესაბამისად რა მაინტერესებს, იცით, თუ არის მაგალითად სხვაობა საქართველოში აღებული შხამში, მაგალითად თუნდაც მელიტინის რაოდენობასა და სხვა ქვეყანაში აღებულ შხამში მელიტინის რაოდენობასთან დაკავშირებით. თუ არის რამე ასეთი კვლევა ან რამე ცნობილი ამასთან დაკავშირებით. მე ჩვენ დანიელი პარტნიორებს რო შევეკითხე, მითხრა მაგასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩვენთან არის დაუშვათ რაღაც მიკროკლიმატური ზონები. აი მაგაშიც კი არის სხვაობაო. ეგაც კი იწევს, რომ მელიტინის ფოსფოლიპაზას და ის აპამინის პროცენტულ შემადგენლობას და განსხვავებას იმაშობაო რა, იძლევაო. იქ თვითონ მერე წარმოების პროცესზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თურმე, შენახვის პირობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ინახებოდეს სადღაც -18 გრადუსზე. ეს პირობა უნდა იყოს დაცული. -18 გრადუსზე ახლა დაცულებოდა ჩვენ არც ერთი არ ვინახავთ მაგ შხამს. ამიტომ იქ თურმე პროცესები მაინც მიმდინარეობს, ლიჟანგვის პროცესი, რაც პირდაპირ მელიტინის რაოდენობას და იმ სამი ნივთიერების, აქტიური ნივთიერების ისა რა ქვია, მიდევადობას, ესე ვთქვათ, დაშლას, დაშლითი პროცესი მიმდინარეობს შხამში. მე ვინახავ მაგალითად და 72 ქონდა ჩემ შხამს მელიტინი. 74 ახლა კი გასაგებია. მაგრამ ეგ რომელი სტანდარტით და რომელი მეთოდით იყო შემოწმებული, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ახლა ამ სტანდარტზე და იმაზე ახლა კი არ შეიძლება. მე ახლა თავმაც შემიძლია გითხრათ, რომ თუ კი მელიტინის პროცენტული მაჩვენებელი იქნება 60% და 70% შორის, შხამის, ფუტკრის შხამის ფასი იქნება $28. თუ კი 60-დან 50%-ის იმ პარამეტრებში იქნება, ამ შემთხვევაში იქნება სადღაც $22-25 პარამეტრებში. ისა 28-60-დან რამდენშიო? $28? 60-დან ზემოთ. 60-დან ზემოთ. და 30 რა შემთხვევაში იქნება ხო არა ცნობილი? $30 რა შემთხვევაში იქნება, როგორი მელიტინი უნდა იყოს, რომ 30 ღირდეს? გააჩნიეთ ხო გითხარი ის რა ქვია მაგრამ 74-ს რო ვიძახით, აი თუ კიდევ გავაკეთოთ მასეთი ისა რა ქვია გადავუშვათ გამონაკლისი, გავაანალიზოთ აქ საქართველოში და დაგვიწერონ 74, ხო? გააგზავნით დავუშვათ დანიაში და იქაური კვლევის მეთოდით შეიძლება იყოს 68. კი, ეგეც ასურგვის ვარიანტი. აი ეგ დამოკიდებული არის თვითონ ეტალონებზე. რომელი კომპანიის ეტალონი არის, რომელი ფირმის ეტალონი არის
და ქრომატოგრაფში რასთან ახდენ შედარებას. აი ჩვენ ავიღეთ ერთ-ერთ წელიწადს არშან წინ წითელი შუქი, ანუ ღამე ხო ავიღეთ და მე დღის შუქი ვაფშე არ დაგვინახებია კასეტებისთვის და დღე ავხიკეთ წითელ შუქზე. მთლიანად წითელ შუქზე და მე ისეც ბნელში მოვაქციეთ და საერთოდ დღის შუქი არ გაკარებია შხამს. აქტიობა გამოვიდა 173 და ბელიტინი გამოვიდა 72 და ჩვეულებრივ შუქზე ავხეკილი 62 იყო აქტიობა და ბელიტინი იყო სადღაც რამდენი გამოვიდა ბელიტინი? წითელ შუქზე ავხეკილი? ხო. სადღაც 72-მდე. აბა 100 რაღაც 100 რა მითხარი 100 რაღაცაზე? აქტიობა გამოვიდა 173. თითქმის ორჯერ მეტი რა და 71 თუ 70 გამოვიდა ჩვეულებრივ დღის შუქზე ავხეკილი აქტიობა. ამ ხელათი დიდი სხვაობა იყო. 173-საც და 70 შორის. მირიან დარვას ვთანხმდებით იმასზე, რომ ესე იგი სტანდარტები როგორ გავიგე? ვთანხმდებით ყველანი იმაზე, რომ სტანდარტები უნდა იყოს დაცული თქო. როგორც მოპოვების, ისე დაფხეკვის, ისე შენახვის, ისე გადაზიდვის. თუ გინდა შედეგი დადო. და თუ გინდაც კიდე ის პროცესები, რასაც ქვია და ის პერიოდები, ის ამინდის, ისა მდგომარეობა და ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და გათვლილი. მაგრამ ჩვენ ოღონდ ხა ჩვენ ვაკეთებთ შუალედს, საშუალოს და საშუალოზე უნდა გავაკეთოთ გათვლები. მაქსიმუმზე არის საშუალოზე. ყველა ვარიანტში. მაგრამ ჩემი ისა რა ქვია, რო იტყვიან დათვლებით, ერთის კიდე საშუალოს კიდან შეუძლია ფერმერმა მინიმუმ 300 ლარის დამატებით შემოსავალი მიიღოს. მინიმუმ 300 ლარის. სეზონის დამატებით შემოსავალზე მაქვს საუბარი შხამის წარმოების თვალსაზრისით. იქ ამინდის გაუარესება, იქ რაღაც ხარისხობრივი მაჩვენებლები, იქ დაუშვათ აპარატმა ვერ იმუშავა, იქ ასეთამ რაღაცა ჩაუმოკლა, ასე შემდეგ ეგ ყველაფერი რო გამოვრიცხოთ, ხო? თუ კი საშუალო ოჯახი ახლა მე არ მაქვს საუბარი ის სარეკორდო ისინი ოჯახებზე და არც ის რო არის თქვა 5 ჯაჯოფუტკარი, იმაზე არ მაქვს საუბარი. საშუალო რო ვიანგარიშოთ 300 ლარი მინიმუმ. ყველანაირი ხარჯის გადი ტრანსპორტირება გინდა, საჭველი გინდა, დახმარე გინდა, რაღაცა გინდა, იმ ყველაფერ ხარჯის გამო წმინდა მოგებას 300 ლარს მიიღებს ფერმერი ამ შხამის წარმოებით. იქ თაფლის დანაკლისი რაც უნდა მიეღო, იქნება მინიმალური. კი ბატონო, ზუსტად. მინიმალური იქნება. უმნიშვნელო იქნება. ყოველ შემთხვევაში არ იქნება ის რაღაც ალბათ 2 კილოზე თუ იქნება ისა რა ქვია, სხვაობა. და შეიძლება არც მაგდენი კიდე. თუნდა მიიღოს ვითართ 20 კილო თაფლი, მიიღოს შეიძლება 18 კილო თაფლი და თუ კი სწორად კიდე ამუშავებ იმ კასეტებს და ზუსტად პარამეტრებს ნამუსიანად მიუდგები ფუტკარს, მეორე დღესაც ჩვეულებრივად მუშაობს ფუტკარი. არავითარი ისეთი გაღიზე და ისეთი აგრესია. მასე წაბლის ღალა როცა არის. ფუტკარს აგრესია აკლია მაშინ? იმ პერიოდში? ბატონო ლედიგა, ერთ ვიტყვი რომ აი თუ აუწევთ ანუ თუ აუწევთ და ზედმეტად იმებში სიხშირეებში და ვოლტებში ვამუშავებთ, მეტ შხამს მაინც ვერ მივიღებთ. ეს ამთავარი ამის თქმა. ეხლა მირიან მე რა მინდა დავამატო და დავაკონკრეტო აქ. ეხლა გიორგი საუბრობდა, რომ იყოსო ისაო სრული გარანტია იმისიო, რომ რო არ იყოსო ცვალებადობა ფასების ესე და ისე. ის მე რაც აღვნიშნე, რაც ხელშეკრულება გვაქვს ჩვენ ისა გაფორმებული, ფუტკრის შხამის ფასი რაც უნდა დავარდეს და დაიწიოს სოფლიო ბაზარზე, ის შეთანხმება და გვაქვს ექსკლუზიურად, იმიტომ არის ეს გაკეთებული, რომ იქნება ის ფასი, რა ფასიც მე თქვენ გითხარით. რა ფასის რა ვიყოთ? რა ფასის რა? რა ფასის დავაფიქსირე $28, რაც ვთქვით, ამ შეთანხმებაში ის $28 იქნება, რაც უნდა დაიწიოს. ფუტკრის შხამის საერთაშორისო ბაზარზე ფასმა ამ 10 კილო შხამზე, რომელიც მეფუტკერთა ალიანსის წევრებზე მაქვს საუბარი. ეს ამას რისკები აღარ ემუქრება. ხო, ანუ რო დავასუსტოთ, ბატონო ედვარდ, 60-დან 70%-მდე მელიტინი ვისაც ექნება, მათი ფასი იქნება $28-მდე გრამი.
ხოლო 50-დან 60-მდე $22 გრამის მასა. დიახ. კი ბატონო. და დაახლოებით მაინც აი იმ პრაქტიკით, რასაც ახლა საქართველოს მეფუტკრეები ხელმძღვანელობენ ამ შხამის აღებისას, როგორ ფიქრობთ რა პროცენტულობა იქნება მაშინ ელიტინის? ალეკო მე ხო ღებულობდი. დიახ. 68-ს დამიფიქსირებია, აქ როცა გამიკეთებია, გამიანალიზებია. 72-იც გასულ წლებში, რამოდენიმე წლის უკან, 74-იც. და ყოფილა შემთხვევა 56-იც ყოფილა. 56. მაგრამ ძალიან იშვიათად. ალბათ იყო 1-2 შემთხვევა სეზონის განმავლობაში. და რას ფიქრობ ედო, ანუ რამ განაპირობა რომ ასე დავარდა რამ ეს? განაპირობა არისო და რო დავაკვირდი, თვითონ შხამაც ფერი შეიცვალა, დილით ნამა და მომისრო. ნამა მომისრო დილით. გამიგძელდა ისა და აი ნისლი რო იცის, ხო იცი ჩვენ დასავლეთში. აი მაგან მომისრო. და სერიოზულად დაწია ისა, რა ქვია. როგორც აქტივობა, ისე მელიტინის პროცენტობაც. ხო, ანუ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შხამის მოპოვება ასეთი ადვილი იოლი თემა არ არის. ჯერ რომ მას სჭირდება სპეციალური მოწყობილობები, კოლექტორი, აპარატი, რომელიც იმპულსებს და ძაბვას და სიხშირეებს აკონტროლებს. ასევე აუცილებელი არის მეფუტკრემ დაიცვას თავი. მაგის თქვა მინდოდა, ალეკო, უპირველეს ყოვლისა, ყველა მეფუტკრეს მოუწოდებ, ვინც ამ შხამის აღებაზე იქნება ორიენტირებული. დაიცვა პირადი უსაფრთხოების წესები და ნორმები. ეს არის აპიტოქსინი, ტოქსინია. არ თქვა ჩვენადი მიჩვეულები ვართ, ახლა ჩვენ საფრთხეში რომ მუშაობთ 10 თუ 20 თუ 50 დანესვლას უძლებთ, მაგრამ ის შედის ლიმფიდან და კანქვეშ კმენის შედეგად. ეგ უკვე სასულგზებს გადის, თვალის ლორწოვან გარს აზიანებს. ერთჯერადად შეიძლება არაფერი არ ქნას, მაგრამ დროთა განმავლობაში სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორგანიზმს. და ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები და უსაფრთხოების წესები. უპირველესია ჯანმრთელობა, როგორც მეფუტკრის, ისე ჩვენი და ნებისმიერ ადამიანის. კი, რა თქმა უნდა. ახლა მაგაში ზუსტად მაგაზე არის დღევანდელი მიძღვნილი, რომ რაც შეიძლება. ამიტომ როცა იქნება, ალეკო, მაგისი საშუალება, ლაივი იქნება, ჩართვები თუ რაღაცა იქნება, ტრენინგები თუ რაღაცები, რაც გაქვს შედაგეგმილი, თუ კი გაკეთდება მაგი და მივართ მაგ დონემდე, დუალური სწავლება იქნება აუცილებელი. დამწყები შხამის წარმოებლებისათვის. იქ ერთი დღიანი თუ ორ დღიანი ის ყველა პროცესი, ყველა პროცედურა რო გაიაროს და იქ უნდა იყოს ყველა ვარიანტში ის რამოდენიმე ვარიანტი შეთავაზება. აი როგორც მირიანი აკეთებს, ეხლა იქ ძველი ისა მეთოდით ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების პროცესები, რაც აღწერა ეხლა და თქვა ის აპარატები, კასეტები, ასე შემდეგ, აბსოლუტურად ვეთანხმები მაგაში ვითარდება ქვეყანა, ვითარდება პლანეტა და იმ კოჩაგინის დროინდელი იმაში, რა ქვია, ეპოქაში ხარ უნდა დავჭეთ. დიახ. სულ პირველად 0-3 ადიოდა ერთი იმიდან, რა ქვია, რაცაც ძლიერი ოჯახი ყოფილიყო, მაგრამ ახლა ეს ბიჭი უკვე ეგერ გრამ ნახევარზე 2 გრამს იღებს ერთი იმიდან, რა ქვია, ოჯახიდან, სწორი მიდგომებით და სწორი იმით, ჩართულობით. კი, მაგრამ საკითხი ხანერად შეიძლება დაისვას გამიგე, ანუ რამდენად ჰუმანურად ვექცევით ჩვენ ფუტკარს კიდევ ესეც არის გამიგეთ. ალეკო, ეხლა რა არის ცი, ჰუმანურად თავს რო ვართვეთ ფუტკარს, არც მაშინ არ ვექცევით თუ გინდა სიმართლე. კი, კეთახმებ. ის მისთვის მოაქვს, თუ ჩვენთვის არა აქვს იმას განსაზღვრული, მაგის თაფლისის ისა შეგროვება. ხო და ეგ ყველაფერი ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა იყოს მიმართული და სხვათა შორის ფუტკრის შხამს უკვე იყენებენ ყველა ჯვარიწერია და ის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციის საწინააღმდეგოდ და მაგასთან დაკავშირებით სერიოზული კვლევები დაიდო და ამანაც გამოიწვია ესე მკვეთრი ფასის მატება. მაგრამ რადგანაც ღმერთმა ყველას უშოროს და თუ კი მეფუტკრის მიერ საფუტკრებში წარმოებული ფუტკრის პროდუქტი წაადგება საზოგადოებას, პირიქით მივესალმებით იმას, რა ქვია, სიტუაციას და უფრო მეტად ის სასარგებლო ინგრედიენტებია თუ ის სასარგებლო პროდუქტები, რასაც ფუტკარი და ბუნება გვაძლევს, უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. სარგებელიც უნდა ვნახოთ და ის, ვისაც ის საჭიროება მიზნობრივად, მანაც რო იხეიროს. კი ბატონო.
ყველა წარმატებებს გისურვებთ ხალხო და წარმატებები დიდი მადლობა ჩართვისთვის. ერთად დგომით, უფრო მარტივად, უფრო იორად გადავლახავთ ნებისმიერ პრობლემას და უფრო გაძლიერდით, უფრო ყვავი ბარაქა, მეტი სარგებელი და კეთილდღეობა როგორც ჩვენს მეფუტკრეებს, ისე სრულად საქართველოს და ყველას ძალიან პატარაა ეს დედამიწა და ეს პლანეტა. და მშვიდობა და კეთილდღეობა ყოფილიყო გაიხარეთ, დიდი მადლობა ჩართვისათვის, დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და საშუალება ამისათვის. ვისაც გექნებათ სურვილი, ვისაც გექნებათ მაგისი ცდელობა, ჩვენ მზათა ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით. ანონისთან მიმართებაში, რომ უზრუნველყოფთ კონკრეტული მეფუტკრეების, შხამის დანიშნულების ადგილზე გაგზავნას და მათ ანგარიშზე პირდაპირ ჩარიცხვას თანხისას. ბატონო, შესაძლებელია ნამდვილად. ხო, ანუ დეტოს მადლობა, მართლა საინტერესო ისინია შემოთავაზება. 60-70% თუ არის 60-დან 70%-მდე მერიტის რაოდენობა ფასი დასახელებულია $28, 50-დან 60-მდე $22. ხოდაშორის საინტერესო მიმართულება არის ამ კუთხით. ჩვენ მართლა რეალურად ახლა როცა შხამს ვიღებთ და ვაბარებთ. ნუ არ ვიცი, ახლა შეიძლება ერთეულება იცოდნენ, მაგრამ მე არ ვიცი მაგალითად რას ვიღებ. ალეკო ბოდიში ალეკო ეწამი ჩაგეჭრები. კონკრეტული პარტიის ანალიზის პასუხები ეს შევიძლია გავხადოთ საჯაროდ. და პლუს მაგას საკონტროლო 1 გრამი რჩება საქართველოში. საპროტესტო ის თუ იქნება სიტყვაზე რეაქცია ჩვენი მხრიდან იმ 1 გრამის ალტერნატიულ ჩვენს მიერ წამოყენებულ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას, სადაც ჩვენ მოვითხოვთ ლაბორატორიული კვლევის საპროტესტო კვლევის ჩატარებას, ის კომპანია აფინანსებს ამ იმას კვლევის იმას ჩატარებას თავისი ხარჯებით. კი ბატონო. მაგრამ არ ამგონია ახლა აკრედიტირებული ევროპული ლაბორატორია, ახლა ვიღაცის იმაზე რა ქვია, თავისი მე მგონია რეიტინგს და თავის არა, ეს ერთგვარი დაზღვევის მექანიზმია და ფიქრობ აუცილებელია და კარგი მოფიქრებაცაა. მოგეუბნები ალეკო 4 თვე მოგვიწია ამ საქმეზე, რომ იტყვია აი მოუდრეკელი მუშაობა და შედეგი დაიდო. კი ბატონო. მადლობა ედო, მადლობა. გაიხარეთ, აგათვეყოლეთ. წარმატებები. აქ რჩები და თუ კი მოვახერხე კიდე რაღაც ისინი მაქვს, ჩართვები მაქვს მეორე ტელეფონზე და შევეცდები ხმა გავთიშოთ და იქაც იმას რა ქვია. კი ბატონო. კი. ანუ ჩვენ არ რჩები. რჩები თან ახაც მოვისმე, მაგრამ იქ მეორე იმაზეც დისკუსიაში უნდა შევიდე ახლა. კი ბატონო. აგათვეყოლეთ. დროებით წარმატებებს. ხო. ანუ საინტერესო ის წამოაყენა, მე ისე გავაგზავნებ ამ თემას ბატონმა ედვარდმა, 60-70% მილიტინის რაოდენობა როცა არის $28 ღირებულება, 50-60 $22 და ზუსტად მაგის ხმა მინდოდა მე კიდევ რომ მე მაგალითად თუცა შხამს ვყიდი, მე არ ვიცი მაგალითად მასში ჩემ შხამში, მაგალითად ჩემ მიღებულ შხამში რამდენი პროცენტი არის მილიტინის რაოდენობა, შეიძლება ვარღვევ რაღაცას. ასე რომ ვთქვათ. და ამისგან უნდა ვიყო და რაღაც დასავლური და ეს მექანიზმი კიდე ასე ბატონმა ედმორაში მოვთავაზა თითქოს და ასევე არის სტაბილურობის განცდის ისიც ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თუ მაგალითად ტექნოლოგიური პროცესები მაღალი მითით წარმართე, ფასი შედარებით მაღალი იქნება, თუ ტექნოლოგიური პროცესები ისე ვერ წარმართე, რომ შესაბამისი ხარისხის პროდუქტი მიიღო, შესაბამისად მისი ფასიც რა თქმა უნდა დაბალი იქნება. და საინტერესო არის და ფიქრობ რომ კარგი გადაწყვეტა არის საქმის ამ კუთხით მსროლობა. კი ბატონო. რა ვიცი, თქვენ შესაძლოა სხვა ნახო არ გაქვთ და ბატონო ედვარდთან ხო არ გაქვთ კითხვები, ბატონო მირიან, ბატონო გიორგი. არა. ხო, საერთოდ რა ფიქრობთ ისეთნაირი მსვლელობი წავიდა, ასე რომ ვთქვათ, ესე იგი დღევანდელი ჩვენი ჩართვა. ხო და ძალიან საინტერესო იყო ამ კუთხით. ბატონო მირიანს უბრალოდ მაგვერდები ახლა თავის სახელოსნო თახში არის, აქეთ კასეტებსაც ჭივავს ეთყობა მართულიას ან რაღაცა. ამზადებს უკვე შამისთვის.
აქედაც რაღაცას აკეთებს, იქითაც რაღაცას აკეთებს, ეს არის. კი ბატონო. ბატონო გოგა, ხო არ არის ამე კითხვები ჩვენს ჩატში? ჩატში კითხულობენ, სად შემოწმდა მეცადე სად შემოწმდაო 72 რო ქონდაო ბატონი ერეკლე კითხულობს. ხო. ასე ბატონი ერეკლე გვიდასტურებს იმას, რომ შხამს კოსმეტიკაში მოიხმარენო და სიმსივნისთვის ნაკლებად გამოიყენებენო. ისა აგიპასუხებ, სად შემოწმდა და საქართველოში აქ აეროპორტის გზა ის რო არის ვეტ კომბინატი, აი შემოწმდა რამოდენიმე წლის უკან, სადაც 74% აჩვენა ელიტინი. დღეს თუ ფუნქციონირებს ბატონო ედვარდ ეს იგი? არ ფუნქციონირებს სამწუხაროდ. ანუ საქართველოში დღევანდელი მასში გვაქვს რა საშუალება რომ შხამის შემოწმება ადგილზე მოახდინოს საქართველოში. და ლუგარის ლაბორატორია ვერ შეამოწმებს? ვერ ამოწმებს და არ ამოწმებს და მე სხვათა შორის ვესაუბრებ ლაბორატორიას იქა, რომელიც არის აეროპორტის გზაზე და მითხეს, რომ იმდენად ძვირი გვიждდებაო ის რეაგენტები, რომ თითოეულ როლაშხამის პარტიების შესამოწმებლად თუ აღარ ისო რა. და მაგ იმას კიდე დასვნის გაცემას სჭირდება ლიცენზია და ლიცენზიას ვადაუთ გასული. აკრედიტაციას. კი ბატონო. ხო, ამ კუთხით სამშაოა. კარგით ბატონებო, მეტი კითხვები თუ არ არის და მეტი ისე იგი მე მინდა უბრალოდ შევაჯამო ახლა ჩვენი ისე იგი დღევანდელი ჩართვა. ნუ შხამის ფასის სტაბილობასთან დაკავშირებით დღეს მაგალითად კამათი იყო. მირიან, სად ხარ, მირიან? ახლა ბიჭებმა დამიძახის და გამარჯობა. ვერზე გავიწი. აბარასო. ხერხი და ყველაფერი. მოკლედ დღევანდელი მასთან ახლა ბატონ ედვარდის იმას მოусმინეთ ალბათ არა? 60-დან 70-მდე ელიტინის რაოდენობა $28, 50-დან 60-მდე $22. ელიტინის რაოდენობა 1 გრამის ღირებულება. და დღევანდელი თემა ეს მინდოდა რომ ანუ შხამის ფასის სტაბილურობა ჩვენ როცა პირველი ჩართვა გქონდა მე იმ დროს ბატონი გიორგი ყავდა მოწმული ნადირაშვილი და შესაბამისად მას თხოვეთ აი სახელებინა ფასი რომ სტაბილური ყოფილიყო ფასი ასე რომ ვთქვათ ბაზარზე და შესაბამისად ეფექტურებსაც ეფიქრად ანუ წევები რომ ნაკლები ყოფილიყო და შესაბამისად პროგნოზების რომ უფრო იოლი გაკეთებულიყო. ძალიან საინტერესო და კარგი შემოთავაზება ბატონი ედვარდის კიდევ. ოღონდ არის ერთი პრობლემა, ნუ ეს უცხოეთის ლაბორატორია გასაგებია, მაგრამ საქართველოში ადგილობრივ ლაბორატორიაში სად შეიძლება მაგალითად შხამის ასე შემოწმება, რომ მელიტინის რაოდენობა და ის დაგვითვალონ მაგალითად რამდენი არის მაგალითად 1 გრამში, ანუ როგორ სად შეიძლება მისოხება ეს ალბათ მოსაძიებელია, ამაში სამწუხაროდ სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ვერ დაგვეხმარება, იმიტომ რომ ეს თემა უთხარი და ისინი მარტო აკეთებენ საკვებ პროდუქტებზე, ასე რომ ვთქვათ ანალიზებს და შესაბამისად შხამზე ვერ გავაკეთებთ. ეს პირდაპირ იყო უარი მათგან. და ალბათ მოსაძებნი არის სხვა უფრო კომერციული ან კერძო ლაბორატორიები ამ კუთხით, რომელსაც მსგავსი საჭირო დანადგარი აქვს, ასე რომ ვთქვათ და ქრომატოგრაფია აუცილებლად. ალეგო შეიძლება? ესე იგი, მაგასთან დაკავშირებითაც გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენ პარტნიორებთან და ვიმედოვნებთ, რომ მინიმუმ 1 წელიწადში მათი ლაბორატორია დავაფუძნოთ აქ. მათი ჩართულობით, კი? კი. ანუ თვითონ ისინი უშუალოდ ლაბორატორიას არ ფლობენ. სადღაც თუ სწორად მახსოვს ეგ დანიაში გააკეთეს ეს კვლევა მაგათმა და ის ქრომატოგრაფები რაღაც ისინი დანადგარები ბიოლოგიური ისინი რა ქვია ეტალონები რაც ამაჭირდება მითხეს რომ მინიმუმ 2 ლაბორანტს გადაგიმზადეთ უფასოდ და ის ჩვენი პარტნიორები იმედოვნებ რომ დააფინანსებენ ამას ყველაფერს
როგორც ლაბორანტების გადამზადებაში, ისე იმ აპარატურის დროებით სარგებლობაში გადმოცემაზე. ამაზე მიდის ახლა ისა რა ქვია, მუშაობა. და ვნახოთ აბა რა შედეგს დავდებთ. ჩვენი ძალიან კარგი, ანუ საქმე რაღაცა მაინც რაღაცა კუთხით მაინც დაძრული არის და რაღაცა იქნება, ასე რომ ვთქვათ. ნახოთ რა არის, ხოიცი? თავარი არის ჩვენი შეფოთი ნაბიჯები როგორი იქნება. და რა თქმა უნდა, ქვეყანაში კიდევ როგორ განვითარდება ესენი გეგმავენ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთან თანამშრომლობას. კი ბატონო, ჩვენიერი. ხო, ანუ რა არის, იცით, თუნდაც დღევანდელი იმიდან გამომდინარე, პოსტები და იმედებიდან გამომდინარე, მე მეფუტკრეებს მინდა მოვუწოდო. ნუ გადავარდებით რამე იმაში, ასე რომ ვთქვათ, ეიფორიებში და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ, ასე რომ ვთქვათ, ეს შხამის რაოდენობის მიღება, ხარისხიანი გაუცხლდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. და ვეცადოთ ამ პროდუქტების, ასე რომ ვთქვათ, როგორც ახლა ლაბორატორია სამწუხაროდ არ აქვს, რომ დავადგინოთ და ესე იგი. ქართულ მწარმოებლებზე გაყიდვას, ასე რომ ვთქვათ, მე ამას ვისურვებდი, იმიტომ რომ ჯობია ჩვენ ვისარგებლოთ, ასე რომ ვთქვათ, ამ კუთხიდან ჩვენ განვითარდეთ, ვიდრე მაგალითად ვიღაცა რო შემოვარდება, უცბად რაღაცა რაოდენობა შხამს იყიდის, გავარდება და არც ვიცით რა ვიყიდეთ, რა გავყიდეთ და რაღაცნაირად რა, ასე რომ ვთქვათ. პრაქტიკა, მე როგორ მოგვიბრუნდება და შეიძლება საერთაშორისო ბაზარზე კიდე ჩვენი რეიტინგი დასცეს 0-ზე. როგორც ჩაისთან მიმართებაში დაგვემართა, ჩაისთან მიმართებაში. და ჩაის კულტურა გადაგვიშენდა საქართველოში. აი მასეთი მიზნები და ზრახვები არ შემოდიოდეს ვინმე. ვითომ ჩვენი ისა რა ქვია, მეგობარი და ვითომ რაღაცა დღეს 2 კაპიკი დაგვანახა და ხვალ იმას როგორ დაგვიტრიალებს, მაგი კიდე წინასწარ არ ვიცით და ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში პირიქით მეგობრული საწყისებზე არის დაფუძნებული ყველაფერი და ურთიერთობებზე. ძალიან მაღალ ნიშაზე ვართ გასულები რო იტყვიან და რამოდენიმე 10-წლიანი გამოცდილებაზე არის დაფუძნებული მათი საქმიანობა და მათი ისა რო იტყვიან ეს. თან ძელვადიანი პერსპექტივა, ასე რომ ვთქვათ, სხვა რა. რა თქმა უნდა, ძელვადიან პერსპექტივაში და არა მარტო ალეკო ფუტკრის შხამის წარმოებაზე, ისინი კიდე სხვა სამედიცინო დანიშნულების რეაგენტებს ამზადებენ, ექსტრაქტებს ამზადებენ და შეიძლება საქართველოში კიდე სხვა ინდუსტრიები განვითარდეს მათი მხარდაჭერით და მათი ჩართულობით. ანუ პერსპექტივა აქვს ყოველივე ამას შემთხვევაში, ეთერზეთების წარმოებაზეც არის ისა საუბარი, მაგრამ რა არის ახლა ის ყველაფერს ვერ მოვედებით. ამ ეტაპზე რაღაცით ვიწყებთ რაც ვიცით, ჩვენ და რაშიც გვაქვს, ჩვენ გამოცდილება და რაშიც გვაქვს, ჩვენ პრაქტიკა. აქედან ვიწყებთ ამ ეტაპზე ფუტკრის შხამიდან. და იქ კიდე არის სცენარიული ზეთები, სცენარიული ექსტრაქტები, რომელიც საქართველოში ველურად სარეველა სახით არის. რისგანაც შეიძლება სარგებლის მიღება. და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და თითოეული ქართველის კეთილდღეობა კიდევ წინ გაიწიოს. ისა ერთ რაღაცას ვიტყვი, მოკლედ. არის დრო. ესე იგი წეგან ასეა სად არისაო და ხო იცით სადაც არის ორი ლაბორატორია დღეს თბილისში, სადაც შეიძლება შხამის თითქმის ყველა მონაცემების შემოწმება. არა, არ ვიცით. ერთი არის კახეთის გზატკეცილზე, ანუ აეროპორტის გადასახურვა. არ მუშაობს ისა რა ქვია, მირიან ეგა. არ აქვს რეაგენტები, მაგრამ და აკრედიტაცია არ აქვს. შეგიმოწმეს, მაგრამ იქ საერთაშორისო ბაზარზე იმ ლაბორატორიული კვლევის ზოგით ვერ გადიხარ და ვერ გახვალ. მაგაზე არ გარსები. ბატონო ისა მე ედიგა, მეორე თვითონ ნადირაშვილს აქვს და ნადირაშვილს არ შეუულია? აბა თვითონ როგორ აკეთებს თავის საქმეს? თვითონ ამოწევს რომ რისკები დააზღვიოს. არა, არის ეგ შესაძლებელი, შაშან გააკეთა ბიჭმა და ვიცი რომ ყველაფერი გააკეთა მიიღო. აკრედიტირებული არის? კი, არის ყველაფერია. აი, მაგაზეც არკები და მე არ ვიცი, ვერ დავიჩერებ, არ ვიცი მე მაგ შესახებ არ მაქვს. თქო, ადეც არ არის პრობლემა, მაგაზეც დავილაპარაკოთ, კი ბატონო. კი ბატონო, ანუ ამ შხამზე ერთ თემას ჩვენ მარტო ამ ორი ლაივითაც ვერ ამოვწურათ, ასე რომ ვთქვათ, გვექნება ამ თემაზე საუბარი.
შხამზე არის სერვისები, არის აგერ გამოჩნდა კიდევ ახალი გზა ბატონ ედვარდთან, შეუძლია დაკავშირება, ბატონ ედვარდს მე ვთხოვ, რომ თავისი საკონტაქტო და ისინი დატოვოს იმაში, ან კომენტარებში ან რაღაცა, ან დაგვირეკეთ ან რაღაცა ამ თემასთან დაკავშირებით. და გადაგამისამართებთ უკვე ბატონ ედვარდთან ამ თემასთან დაკავშირებით. ხო, კიდევ ერთი თემა, ასე რომ ვთქვათ, ეს გავარკვიეთ, უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ. ხალხიანობასთან გამოყენებაზე ვისაუბრეთ ასევე თუ რა პირობები უნდა იქნეს უნდა დაცული, რომ შხამი მივიღოთ, ასე რომ ვთქვათ. და ფაქტიურად, შესაბამისად ეს თემები ამოვწურეთ. მე შემდგომ ლაივში ალბათ მოვიწევ შხამის თემაზე, როცა გვექნება ბატონ გიორგის ნადირაშვილს გულისხმობ და ამ ლაბორატორიის თემა ძალიან მაინტერესებს და ეს საკითხები უნდა დავზრათ უნდა წინ ამასთან დაკავშირებით და საინტერესო ის არის, ასე რომ ვთქვათ, მე ჩვენ როდესაც წინა შეხვედრა გვქონდა ვთქვით, რომ ამ შემთხვევაში ფასის გამსაზღვრელი უნდა იყოს ხარისხის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, რა იქნება, ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით ახლა, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ბატონ გია აგერვა წარმოებს 70%-იან ან 74%-იან მელიტინს, იმ მელიტინს მაგათად აწარმოებს 50%-იან ან 40%-იანს, ფასი აქვს ერთი და იგივე. და არანაირი სხვაობა არ არის, ანუ რაღაც ამ სხვაობაში უნდა იყოს კარგი პროდუქტთან და შედარებით მდარე ხარისხის პროდუქტთან დაკავშირებით. კარგით, მოდით, მე მგონი დღევანდელი თემა მოვწურეთ ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო ლაივი გამოვიდა და საკმაოდ საინტერესო თემებზე წავიდა საუბარი. 12 საკვირია უკვე 25 წუთი. ბატონ გიორგის მიეჩქარება საფუძველში, სადაც შხამის აპარატი უნდა დაადგასნოთ, ჩვენ გავაჩერეთ, ასე რომ ვთქვათ. ბატონი მირიანი კიდე 12 სახელარია და საქმიანოდ. ბატონი ედვარდი კიდე ქართვაზეა. და რა ვიცი, მე მაგალითად ლაივი მქონდა დღეს თორე გადაწყვეტილი მქონდა მე საფუძველში წავსულიყავი, მაგრამ ვიფიქრე რომ ერთ ღამეს მაინც დავიძინებ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ პარიზში თავს დავდებ მეთქი, ასე რომ ვთქვათ. ასეა ეს იგი. გოგას დიდი მადლობა, გოგა კიდე ფუტკარს ამთაბარებს, ყაზბეგში არის, ასე რომ ვთქვათ. და გოგასაც სხვადასხვა თუ აღნიშნულდა პრობლემები, რომელსაც არა მარტო გოგა, მაგრამ ეს სხვა მეკუთრებას მომართეს და ერთი თემა ლაივში უნდა დაუთმო და ეს აუცილებლად ეს არის მეზობლების პრობლემა. ანუ რომლებიც ქმნიან ფუტკართან დაკავშირებით. ანუ ფუტკარი არ იყოლიო და ასე შემდეგ და ფიქრობ რომ როცა მოვიცვლით აუცილებლად შესაბამისი ამ თემას ერთი ლაივი აუცილებლად მივუძმათ და უნდა ვილაპარაკოთ შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლებიც სამწუხაროდ საქართველოში ეს არ გვაქვს. კარგით, კოლეგებო, დიდი მადლობა დღევანდელი ჩართვისათვის. ფიქრობ, საინტერესო ლაივი გამოვიდა. საინტერესო თემებზე ვიმსჯელებთ, ამ ლაივის ჩანაწერი გამოქვეყნდება. მე ყველა ლაივს უკვე ასე რომ ვთქვათ ვიწერ და ვინახავ, ასე რომ ვთქვათ, რომ არ დაგვიყვარგოს ჩვენ YouTube არხზე. ყველას ვთხოვთ, რომ ჩვენი YouTube არხიც გამოიწეროთ საქართველოს დემოკრატიული გაერთიანების და ამ თულ სეზონს როგორც კი ასე რომ ვთქვათ, ამ თულ სამუშაოებს გადავწყვეტ სამუშაო დღეს როგორც კი მოვილებთ და უკან დავიტოვებთ, უკვე მეტი აქტიურობით ჩავერთვებით ამ საზოგადოებრივ სივრცეში კიდევ, რასაც ან ლაივი, ან Facebook ჯგუფები და სხვა რაღაცეები ქვია, ასე რომ. კოლეგებო, დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა თქვენი დროის გამონახულისათვის, თქვენი დროის დათმობისათვის. დიდი მადლობა კოლეგებო. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და წარმატებულ სეზონს ყველას. ჯერ ყველაფერი წინა გვაქვს, ასე რომ ვთქვათ და ღამის აღებას, ფუტკრის მიღებას, დინგელის შეგროვებას, პაულინსტრის მოგროვებას, თაფლის დაწურვას, ალპური თაფლის თუ თაფლის, ასე რომ ვთქვათ, მოპოვებაც და ასე შემდეგ. ყველას წარმატებულ თბილ მზიან ამინდებს გისურვებთ და წარმატებულ სეზონს. გაიხადეთ. თქვენც ასევე. ყველა წარმატებები. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.